მოგესალმებით მეგობრებო, აი კვლავ ისევ შევიერთიანდით და ისევ გრძელდება ჩვენი ეპიზოდები სოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ. სანამ გადავიდოდე უშუალოდ თემებზე და ვისაუბრებდეთ, გამოგვიწერეთ, ვიაქტიურეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, ზარისღილაკი გააქტიურეთ, რადგან აღარ მოგიწიოთ ჩვენი იმის მოძებნა, ასე ეგრევე ამოგიგდეთ ვიდეოს მარტივად. დღეს ხედავთ განსხვავებულ შემადგენლობას, განსხვავებული თემებით, განსხვავებული ემოციით. მოგეთ დავიწყოთ. მოგესალმებით. როგორ ხართ? რეალურად. ცოტა კარგად. როგორ განწყობაზე ხართ? მე შეხეს რომ უფრო კარგად ვიქნებოდეთ, არა? ხო, რა თქმა უნდა, მეორე წრე დამთავრდა და სანამ მაგაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია კვლავ ძალაშია და დავიწყოთ ეროვნული ლიგის კიდევ მორიგი მე-19 ტური გამართა. სადაც მე ვიტყოდი ძალიან დაძაბული და კიდევ რუსთავმა დაკარგა პირველობა. ახლა ისევ რუსთავმა დაკარგა ლიდერობა, გახდა იბერია და კარგი პაექრობა მიდის. და რა სიტყვით ამ თამაშებზე ორი სიტყვით რო თქვა. კაი, დავიწყოთ მართლა კაი დაძაბული ისაა თამაშები. რუსთავი დილას უყურე. პირველ ტაიმი დიდად არ მომეწონა სინათლე რო თქვა, მაგრამ მეორე ტაიმში დილას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. დილას ეგრე მაგრად თუ შეეძლო ფეხბურთის თამაში. ძალიან მაგრად ითამაშეს. მან იყო ერთი მომენტი 1-0-ზე რუსთავს შეეძლო გათანაბრება და ძელს მოარტყეს. მერე ეგრევე წამოიღო დილამ და ეგრევე გაიტანა, აი მან გატყდა უკვე რუსთავი და მერე მე-13-ს გაუტანეს. ძალიან ლამაზი გოლებიც გავიდა სხვათა შორის, კარგი გოლები იყო. არ იყო ცუდი თამაში საყურებლად. ვერ მოიწყენდი, ეგეთი თამაში იყო რა. ორხრივი ერთადერთი ის ცუდი რა შეიძლება. ზოგადად მინდა ვთქვა ქართულ გუნდებზე, რასაც ვაკვირდები. აი რუსთავი გორი იყო მაქრო გამონაკლისი. ტემპი რა შეიკარგება ქართული ფეხბურთის დროს. აი ვთქვა პირველი შეტევის ტალღა მიდის და საჯარიმოში მცველმა მოიგერია ბურთი. გადმოვარდნილ ბურთზე როგორც წესი. თამაში უჭირთ. მე გადმოვარდნილ ბურთზე ხელახლა დიდი დრო მიდის ამის ხელახლა მოპოვებაში და სანამ ეს მოხდება, მანამდე ძალიან დიდი დრო იკარგება და ესეც ტემპზე ცუდად მოქმედებს. თამაშის ტემპზე კლიანად და შეტევაზე. მე ვიტყოდი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ნაკრებშიც პრობლემა გვაქვს რა. გადმოვარდნილ ბურთებზე თუნდაც აი რომ მიაწყო და მიაჭდა და მეორე ტალღა დაიწყო, ეგ უჭირს. ეგ ვერა. რადგან რაღაცა ის მეტის შრომა ჭირდებათ რა ამ ყველაფერთვის, მე იმედია ამ თვალს გაითვალისწინებენ. მე იმას ვიტყოდი რომ ხო მე მგონი თვითონ რუსთავის აერლო და დილასგან ასეთ თამაშს რა. ხო, ძალიან ის იყო. ძალიან დაჩაგრა. ხო, ძალიან განსხვავებულად ითამაშა წინა თამაშებთან განსხვავებით რა. მე დილასი ამ სეზონში ბევრი თამაში ვნახე. რამე შეეცვალათ მაგათ? რა მგონია მე. მე მგონი ვიღაცა დაიმატეს. კი, ახალი მწვრთნელიც კარგი რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალესო კომენტარებში. და ვიღაცა დაიმატეს კიდე ახალი ფეხბურთელი უცხოელი სხვათა შორის. ნუ რაც ის არის მომატებული აქვს თამაში, მაგრამ თან ეგ საინტერესო ის არის რომ 5 გუნდია ხო, რომელიც გაქცევა არ არის რა და ყველა 2-3 კულაში არიან და ანუ ბოლო წრე უკვე იქნება ძალიან საინტერესო და ნახოთ რა იქნება, რაც ნუ ჩამორჩენა აქვს მე შახტეს, რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის ახლა ჩვენი ქალაქიდან არის მე და დესოს გუნდია ასე რომ ვთქვა და იმეც ვიტოვებთ რომ ბოლო წრეზე რაღაცა კლუბებს დააგროვებს ისე რომ შეინარჩუნებს თავს უმაღლეს ლიგაში და სათქმელი ის არის რომ ძალიან ცუდი წრე ჰქონდათ და რაღაც თითქოს აი დანებებულ გუნდს გავს და წინასწარს თამაშებს რა ერთი ფრეს მეტი ყველა დააგეს ხო? ერთი ფრე ჰქონდა ამ წრეში. ეხა გუშინ იყო ხო? ორი წითელი ბარათი ჰქონდა მეტოქეს და მაინც 9 კაცით დარჩა. იბერია და იბერია ვერ მოახერხეთ, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მენეჯმენტიც ყველა პრეზიდენტები, ვინც არის გუნდის ხელმძღვანელობა ამას გამოიყენებს იმედია ისე მოტივაციაც გუნდს დაკარგული აქვს ასე ჩანს და იქნებ ახლა ვიღაცა ახალი მოიყვანეს უკვე ერთი. ერთდენი შეძლოთ რომ თავი შევინარჩუნოთ. სხვა გზა არც არის. ბევრი იშრომა მე შახტა იმისთვის რომ აქ ამოსულიყო და ეხლა ასე მარტივად და უშანსოდ არ უნდა. ჩემი აზრით მაინც თამაშის სტილიც უნდა შეიცვალოს, ძალიან ისე თამაშობენ რა აი. ესე გუშინ ახლა იბერია იმას ხო უყურე მე შახტეს. პირველი ტაიმი იყო ძალიან ცუდი. თითო დარტყმა იყო, თითო ზუსტი დარტყმა იყო კარში. და ერთი იყო იბერიამ ძელსო გაარტყა, ისიც მე შახტეს ცოლმა დაუშვა, შეცვალა ბრაზილიელმა მეორე ტაიმშიც გოლი მაგის შეცვლას მოყვა. ხო და მეორე ტაიმში იბერია 10 კაცით რომ დარჩა, მე უფრო კარგად ითამაშა. აი რაღაცა ისე უფრო მოინდომეს თუ უფრო ყურადღებით იყვნენ, ყველა მომენტს უკვე მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ბურთსაც.
და მაგრამ ლოგისტიკური საკითხების პრობლემაც არის, გუნდი თავის ქალაქში ვერ თამაშობს, მერე თბილისში ვარჯიშობს და წყალტუბოში თამაშობს. კი, ძალიან დიდი და ხო, ისეთი არეულია, რომ ესეც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა. მე მგონი აქ მოთხოვნა, რომ ბარემ თბილისში ვითამაშებთო და იმედია მაგას მაინც დაუკმაყოფილებენ, რომ დიღომში ჩაატარონ თამაშები. მომდევნო წრეში მაინც. 8 აგვისტომდე არ განახდება ეროვნული ჩემპიონატი, ხო? და მანამდე არის სუპერკასი და ევროტურნირების საკვალიფიკაციოები და წარმატებები ყველა ქართულ გუნდს და იმედია დინამოც ვერ ითამაშებს, ხო? დინამო არენაზე პირველ. მესხზე უწევს ვერც პირველს და ვერც მეორეს. ვერ ითამაშებს, ხო? და დიღომში უწევს კონცეფციის გამო. მესხზე. ხო. და იმედია ხალხი მივა საქორმაგოდ ევროტურნირებზე ქართული გუნდების და ერთი გუნდი მაინც რომ შეძლოს ძალიან კაი ამბავი იქნება. მანდ ხა კისვას ფაქტორიც იქნება, მე დარწმუნებული ვარ რომ ხალხი მივა. ეხლა შეიძლება არ გაიუსოს რა თქმა უნდა. გავსებით შეიძლება, მაგრამ თუ აი პირველი წრე გაიარა წარმატებით, უკვე მეორე წრეზე გაიუსებ. დინამოსაც ვიტყვით, ბარემ დინამო ცენტრალური მატჩი, ტურის იყო დინამო ბათუმი, დინამო თბილისი. დინამო გამარჯვების გზებზე გული უნდა ვიჯე. იბერიას ფანიხო შემოპარული. ეს უცებია. იბერიას ფანიხო. ამის გამო YouTube-ი არ დაგბლოკავს. სტრაიკი თუ დაგეძო მე სტრაიკს არ დაგადა. და მნიშვნელოვანია რომ დინამო დაიბრუნოს ის თავის დინამო საქართველოს ჩემპიონი უნდა იყოს დინამო რა. ეხლა სულ არა, მაგრამ არ უნდა დაკარგოს ეს. არა, კონკურენცია უნდა იყოს. ეხლა იბერიასაც წარმატებებს უსურვებ და ყველა ქართულ პროექტს. მე შახტე მაქვს მონიშნული და ყოველ თამაშს მე შახტეს უყურებ რა შევა, მაგრამ ეს ქართული ფეხბურთის ისტორია დინამოსგან იწყება და დინამოს ჩამოწერა ეს ქართული ფეხბურთის საკლუბო ტურნირს არ გამოადგება. ამიტომ ქეცვასაც წარმატებებს უსურვებ. ძალიან დიდი ფაქტორი უნდა იყოს თვითონაც გუნდში და არ იყიდევას ახლა ძალიან მოატებული. ქეცვას გავლენა იგრძნობა. მაყურებელზეც და თვითონ გუნდზეც და ზოგადად ყველაფერზე. და ქეცვას ზოგადად ამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასაც უხდება ასეთი კარგი სპეციალისტი და წარმატებებს უსურვებს. თავარი სასპარეზი მაინც ევროტურნირია და იქ უსურვებს პირველ რიგში წარმატებებს. ხო, დინამოზე რა ხამსაუბრებდით, აი დღეს დილის ნიუსია, რომ ახალი ფორვარდი დაიბატეს. გვინეელი ფორვარდი ალგასიმე ბა და იმედია დინამოსაც სჭირდება ფორვარდი. წინა პოდკასტებშიც ვამბობთ, რომ მომენტების რეალიზაციის პრობლემა არის. ყველა გუნდს აქვს და დინამოს განსაკუთრებით ეთყობა და იმედია ასე ეს ტრანსფერის ტეიშერად შემოიყვანა გულში და მე მომეწონა, კარგად შემოვიდა, გოლიც გაიტანა. კარგად ამწვავებს ეგვიჯი. მაღაზე ქეცვა. ყვარაც გამოიყვანა უკვე იმაზე 1-1 იყო უკვე ხო რომ გამოვიდა ყვარა. ქეცვაი ამის საუბარი. ყვარა ხვიჩაზე არ გვაქვს საუბარი. ამით არებევა ძალიან იმათ. ხვიჩას ვაზეა საუბარი. ქეცვაი ამის საუბარი მაღაზე ზუსტად რომ ამ ბოლო დროსო სულ თავიდანვე უშვებთ გოლებსო რა და ამაზე გვაქვს ძალიან სამუშაო და ვაცებს იმატებენ ამიტომ ევროტურნირების ერთი სურვილი მაქვს და ნუ ეს გამარჯვება გაგვიჭირდა ბიჭებსო რაღაცა ეს უკვე მე რამდენად ხდებაო რა ეს რომ შემოუტრიალებ თამაში და რაღაცა დაცვაში მართლაც პრობლემები კი ძალიან სერიოზული ამ ხრივ გაძლიერება ჭირდება და ეს იცის თვითონ ბატონმა თემურმა და ამას აკეთებს კიდევაც ევროტურნირებისთვის რომ ცოტა უფრო სუხედ ვიყოთ რა თორე ესე ძალიან გაგვიჭირდება რა მართლა. კი, ახლა ვიძახით მეტოქეები არ აქვს, მაგრამ სიტყვას კაიბადი აქვს დინამოს, მაგრამ იმ კაიბადესაც გამოყენება უნდა. თორე ის დროს გვახსოვს კლასურ კიდევებაცებს თუ გვაგდებდნენ, ასე რომ ძალიან სერიოზული მიდგომა უნდა და ეგ სადმე შეძლოს ერთი ქართული გუნდი მაინც. და მე გარდატეხა უნდა მოხდეს სადმე რა, რომ იბერიაც უნდა გაძლიერდეს კაცო ახლა. იბერიასაც რა თქმა უნდა მოსამატებელია კაცო. ახლა ბართიშვილს რო უშვებენ ვის ყიდული. ბართიშვილი 27-მდე არ მიდის საბედნიერო რა იქნება. ჯერობით არის. 18-ის რო გახდება მერე წავა, მანამდე აქ იქნება და კი იბერიასაც ჭირდება კაცო გაძლიერება მაგაზე. ორი აზრი არა. ხო ისე ანდრია ბართიშვილი შეისყარა ძირითადად უკვე არსენალი ან ლივერპული. ეგორი გუნდია. უფრო არსენალი. არა, ჯერ ხო გადაწყვეტილი არ არის. თავიდან დაწერა ერთ-ერთ ფეგურმა რომ გადაწყვეტილია ოფიციალური და მერე უარყვეს რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი არსენალი, საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება. ლივერპული როგორ გირჩევნიათ ახლა ლივერპულში თუ არსენალში? ბიჭო, ეგეთ გუნდებს რო უკავშირებენ ქართულ ფეხბურთელს, არა, არ არის ძალიან მაგარია რა. არ არის. არ არის მაგარი? მაგარი არის, მაგრამ რომელში გამართლებს?
ეგ სხვა თემაა ახლა რომ აი მაგალითად ეხა მამარდაშვილი ჩემთვის ამ ეტაპზე მე მირჩენია რომ არსენალში წავიდეს. აი ეგრეთ მე ლივერპული მირჩევნია მაგრამ მეც არსენალი მირჩევ მე ლივერპული მირჩევნია მაგრამ მამარდას იმხელა გავლენა აქვს მაგ მხრივ რომ ლივერპულში არც ერთი ქართველი არ მინდა წავიდეს იმე და მანჩესტერში თუ არა არა მაგიტო არა მამარდას ამბობ მამარდა ვაფშე არასდროს წავიდა მამარდას გაუმართა კიდევაც ხო? ჩადგა და ძირითადად მეკარე დადგა და ეხლა მაგრამ ალისონის ტრავმის ფონდს გავიგე მაგრამ ეხლა ეგ ყოველთვის გამართებაა ძმაო ყველა მithmedes ფეხბურთში ლივერპული არა ის გუნდი ხო მამარდას ჭირდება ისეთი გუნდი სადაც ხაზზე თამაში ფასდება უფრო კიდევ ერთი თამაში იყო ბარემ იმაზე ვთქვათ კიდევ ერთი უღიმღამო თამაში იყო ამ ტორპედოზე ხო სპაიზე არ ვიცი ამ გუნდებს რაჭის წინაზე ვისაუბრეთ და ტორპედოზე აი უფრო და უფრო რეგრეს განიცდის ეს გუნდი თამაშიდან თამაშზე რა არავის არ ეწყინოს ახლა მით უმეტეს დაისელი გულშემატკივრის არა ქულებსაც აი ფაქტი სახეზია რა ახლა ამდენი თამაში ზედიზე წაგება ფრე რაღაცა მოლო კაი თამაში იყო დინამოსთან მოითამაშა ჩვენ რო ვიყავით არ ვიცი ახლა რა ხდება შინგასამწარი რა შეიცვალა მწვრთნელი ვინა როგორ არის ახლა უშვებენ არ უშვებენ ან თუ შეება გაშვება უნდა და რაღაცა არ ვიცი ვერაფერს ასევე იგივეს ვიტყვი სპაიერზე ახლა სპაიერი მაინც გადმოსული გუნდია და მაინც ესე გადმოსული გუნდია რუსთავიც მაგრამ ხო ნახე რა ამბავი დააწყია ხო მაგრამ რუსთავი ხო და მაგას ვიძახი ამბავი დააწყია პირველ ადგილზე იგრძნოს ეგ მეორე ადგილზე ხო და სპაიერის შემთხვევაში არ არის ეგრე და ძალიან რეგრეს განიცდის თავიდან იმას სპაიერმაც კარგად დაიწყო მასე მაგრამ მე შახტს თავიდან კარგი იყო პირველ წრეში რაღაცა ანუ რა შელოცვა გაკეთებული თუ რა არის არ ვიცი ციტო არა უბრალოდ თამაში ძელი ტურნირია რა და გამოიფიტან თუ რაღაცა არის მომენტი არ იქნებოდა 4 ტური გამოგდის სულ იმიტომ სახლი გასვლა სახლი გასვლა აბა იქ რო გახვარ ევრო ტურნირებზე მე ნახე შენ აბა რა გინდა ეხლა ბიჭო ევრო ტურნირებზე ზად არ არის მე არც ერთი ფეხბურთი თუ გია უნდა ითამაშო არ არიან ჯერ მზად ანუ ცუდი გაგებით არა მაგიტო ვერ თამაშობენ მაგიტო ვერ თამაშობენ მაგრამ მაშინ პირიქით მაშინ უნდა მოუმატო თამაშები რაოდენობა გუნდები უნდა დაამატო და თამაშების რაოდენობა მაინც არ შეიძლება ანუ ეხლა სახლი გასვლა კი აქვს მაგრამ არის 10 გუნდი ძმაო ჯამში მაინც ანუ 20 გუნდიანი რო იყოს ჩემპიონატი იგივე რაოდენობა თამაშის რაოდენობა იგივე იქნებოდა თამაშის რაოდენობა არ მოიწონს 4 ტურად თამაშობენ ბიჭო ეხლა უყურე 20 გუნდი რო არის ის ერთი გუნდი 19 გუნდს ხო უნდა ითამაშოს ხო და ახლა ერთი ხვდება 10 გუნდს მაგრამ იგივე რაოდენობით 18 ჯერ თამაშების რაოდენობა იგივე იქნება იგივე რაოდენობა ანუ 4 წრის ხარჯზე არის 4 წრი ჩვენ იმათაც 2 აი არგენტინა ვარ რა იმათაც 2 წრი არგენტინის ჩემპიონატია ხო არა ერთი ვარიანტი ეგაა რომ ან გუნდების რაოდენობა უნდა გააზრდო ან ახლა რაც არის ეგ უნდა დარჩეს ხო მოკლედ ეგაა რა ჩემპიონატის დონე რეალურად აიწევს თანდათან იმედია და ევრო ტურნირებზეც მოხდებია ქართული გუნდი. აიწევს, აი მეც ამის იმედი მაქვს, მე არ მინდა ნეგატიურად განვეწყო და არ მინდა რომ ეგრე ვილაპარაკო და არც ვფიქრობ მასე. პირიქით ბიჭებს მადლობა ყველაფერს და ყველაფერს დებთ, უფრო მეტი ჩადეთ ევრო ტურნირებზეც ახლა იქ უფრო გართულდება რაღაცეები რა თქმა უნდა. ნუ ლიგაზე მოხდა რა რთული იქნება ახლა. ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება იბერია მედია პირველ ბარიერს დაძლევს და მერე ვიხდება კონფერენს ლიგაზე მაინც მერე უკვე რთული ბადებოდის და 10 გუნდი არის მეორე ლიგაშიც ხო მეორეშიც 10-ია რო იგივე პრინციპია თასის თამაშები როდისაა სუპერთასი არის ეხლა არის დინამო თბილისი სა იბერია საქართველოს თასი 27-ში საქართველოს თასი ჯარებს სულთანის მე საქართველოს თასიც დაგვეწევა საქართველოს თასი არის დღეს რუსთავი ორბი და სალაპარაკო იქნება ქართულ ფეხბურთელად მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ლიგა დროებით იმშვიდობება ორბია ხაშურის რუსთავი თავის ვიცი რუსთავი 2-ო რუსთავი არის ეგ მე ალბათ ის პირველი ეტაპია თასის როგორც ჩანს და დიდი ეროვნული ლიგის გუნდები მე ერთობი პირველი 32 ფინალია დღეს ხო მე ერთობია ხოლმე დიდი ეროვნული ლიგის გუნდები მე მომდევნო ეტაპებს კიდევ ისეთ გაგვინდოდა ეროვნული ლიგაზე რა მოხდა საინტერესო საერთოდ ალბათ წითელი ვარათი საჯებზე გინდოდა მე მგონი საუბარი საჯებზე ეროვნული ლიგაში ვიდა ტურის რომელი გოლი იყო ხო რუსთავი იმაში დაგავიდა რუსთავი ლიგაზე ძალიან კაი გოლები ერთი ძალიან მაგარი იყო ერთი ძალიან მაგარი
და ის წინა ტურში რო იყო ეგეთი ლამაზი გოლები არ ყოფილა. პატარა კვარამას დაიშიაგო, რა თამაშის იქ იმ ტურში, წინა ტურში ძალიან ლამაზი გოლი. ძალიან მაგარი გოლი იყო. ეგეთი გოლი სოფლიოზე არ გასულა ჯერ. და მან თამაშგარე იყო თუ არა მე არ ვარ დარწმუნებული. ვარი იყო, მაგრამ შეგული ვარის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და ძალიან არა, ვარი იყო. ძალიან ერთ ხაზზე იდნენ. ვარი გვაქვს? კი. ვარი სამ თამაშში გამოიყენება როგორც ვიცი. ყველა თამაშზე არა ვარი. კიდე რაღაცა ის თემაა რომ დინამო რო ვერ თამაშობს კიდე. თავის სტადიონზე დროებით. ხო, მაგაზე უნდა ვილაპარაკო. წინაზე ვაპირები და მე რატომღაც დავტორმუსდი რაღაცების გამო და ეხლა უკვე აღარ გავჩერდები, იმიტომ რომ ამაზე სერიოზული საუბრები მიდის ისედაც და მეც რო დავაფიქსირო ჩემი აზრით დააფიქსირეთ გინდათ. იმას ვიტყვი რომ როდესაც აი კენივესტის კონცერტი გარიმართა დინამოს არენაზე და როგორც ვარაუდობდი, ისკაური ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ეთქობა გაფუჭებულია და იმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იწყება და უნდა გააკეთო და ამის გამო დინამო ვერ თამაშობს თავის სტადიონზე. და ამაზე კომენტარშიც დაუწერე ერთ-ერთს, რომელიც იყო იქ კომენტარში დავწერე და რო ვკითხო, ბიჭო, აი რატო რა მაგიზიანებს ყველაზე ძაა, რომ აი რამე ფეხბურთება ასეთი გაჭირვებაში ფული სად არისო ფეხბურთზე ვიარო და კონცერტებზე და 500 ლარს იხდი ბიჭო და 10 ლარი არა გაქვს რომ გადაიხადო სიტყვაზე ვიძახი. კაი, შევა კიდია ფეხბურთი, ბაზარი არ არის, მაგრამ იმას მაინც თუ იტყვი რომ ფული არ აქვს, საშუალება არ არის, აბა დავდივარ ფეხბურთზე. ო და მე 1800 ლარი ბილეთი. მას ახლა ვისაც არ აინტერესებს, ახლა იმას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ვისაც აი ფეხბურთს უყურებს და რაღაცა ისე, მაგასაც გულისხმობ რა ახლა. ხო, ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი და არც ისე უმნიშვნელო არ არის ხალხის დასწრება სტადიონზე. ეს აუცილებელიც არის ბიჭებისთვის და გამხნევებისთვის, თუ ხალხი ესწრება უკვე, ანუ ხალხი ესწრება უკვე. საქართველოს პირველობაზე სად ესწრება? იმდენი არ ესწრება, მაგრამ მომატებულია. სარიელია და მაგათ მითხდება. არა, სტადიონს ვერ გაავსე, რა. შევა ვერ გაავსო, მაგრამ რაღაც რაოდენობა, რაღაც რაოდენობა გაცილვიდა ტორპედო დინამოზე. ესწრება ახლა იმასთან შედარებით გაზრდილია რაოდენობა. აგერ იქ რო ვიყავით მაშინ სად იყო მაგდენი ხარ? რომელზე? იბერიაზე. იბერია ზოგადად მაგდაუდა. საფუძვალოზე ამდენი ხალხი ცხოვრობს, როგორ არ გადის? ალბათ არ აინტერესებს ყველა საშუალო. ხო და ეგ არის არა ინტერესებს. ზალი გვერდა. და მე ეგ ვისაც არ აინტერესებს, ეგ მოდის და რატო ვერ მოუგი ამას, ეგეთი გეუბნება. ეგ არის ნერვები მომშლელი მე რა და ისკეც მაინც გამოდის ყობილებიდან. ხო და ანუ კი რა თქმა უნდა ბიჭება იქ უნდა იუარჯიშონ და მიაღწიო რაღაცა იმას დონეს, მაგრამ აქედანაც ხელი უნდა შეუწყო. მე ამაზრზე ვარ და ის კონცერტზე ის სურათს მე დავდებ იმ სურათს. რამდენი ხალხი არის? ბიჭო, კონცერტზე იყო კაცო გავსო რა თქმა უნდა. რამდენი ხალხი არის? არა, ბიჭო, კონცერტზე მისვლა ვერ დაუშვი ვერავის. არ უშვი მე. აბა რა გინდა? უბრალოდ ის მაშინ ნუ გაქვს პრეტენზია ნურაფერზე. ხო, ფეხბურთსაც იმდენმა უნდა იაროს, ამიტომ საქართველოს ფეხბურთზე მაშინ არ თქვა არაფერი. გასაგებად ამოს ყველაფერს, ანუ ფეხბურთის კრიტიკოსებზე ვერ მიხვდა რას ვიძახი. ბიჭო, ფეხბურთი ვისაც არ აინტერესებს, საერთოდ იმას ვერ მისვას ხო და ვერაფერს. ერთი წამი. იქ ვინც იყო ყველა ფეხბურთის კრიტიკოსი იყო მე. ბიჭო, ეგეთები იწერებიან, ეგეთ რაღაცა სარტო ამას ვერ მოფურა ყლეა ბოდიში და ფურა ვინები არიან ესენი ამათ რა მაყურებინებს და ეგ არის. ანუ იქ ვინც იყო ყველა მაგას ვიძახი. ყველა არა, მაგრამ ეგეთები არიან ძირითადად. ვინც ფეხბურთის გაგებაში არ არის მართლა და ეგეთი ხალხის აზრი, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ფეხბურთზე, რატო არ კიდე? მაგას სტადიონზე ვერც მიიყვა, რაც არ უნდა უძახო. ფეხბურთი არ არის. იქნასაც მოგწერე და თუ არ აინტერესებს კომენტარს ანუ გააკეთებს. ყველაფერზე ეწახებიან. ეგეთი ხალხი გაცინო. ეგეთი ხალხი მერებს რატო არ კიდია? არ კიდია. შენ გაბაზია საკმაოუბარი შენ კიდია იმარა. ბიჭო, შენ ვერ შეცვლი მაგას რა ვერ შეცვლი. აი ესე ვიძახი ჩემ პოდკასტში, ვიძახი ამ სემ იმას დამოკიდებულებას ამაში. ვერ მივიღე რა ფენსგილა, მაგით ვერაფერს ვერ შეცვლი. ეხლა მე რომ ისო დინამო რო აგებს და სიტყვას დაკრები რომ არ ხდება, ძალიან განვიცდი ამას. და ვიღაცის კომენტარი რომ ხდება კიდე უო რაღაც აი საშინელი კომენტარი რომ ხდება, უფრო მაგიზიანებს. ბიჭო, მაგას ვერ გააკონტროლებ, ეგ არის რამდენი გიჟი დადეს ახლა და ამას დაწას შენ ვერ გააკონტროლებ. ვერ გააკონტროლებ, მაგრამ დააყენე რა, ანუ არ უნდა მიეცეს ყველა საშუალება აი სოციალურ ქსელებმა. ანუ დაუბლოკოთ. გაბლატავებული სოციალურ ქსელებში ადამიანები რა.
ბოლო ბიჭო სადა შენ არ გაწუხებს და მე მაწუხებს რა გავაკეთო ეს სხვათე აგერ ისა აი დავწნადე გავიზელენ ბიჭო აი ბაბუშვილი ეხლა მე გეტყვით ერთ რაღაცას რა აი მეგობრებო გამომწერებო სპედელებო ვინც ვიყურებთ და ვინცაც გაინტერესებს ჩვენი პოდკასტები მე მგონი არალოგიკურად არ ვსაუბრობ და ჩემი აზრით სკოლებში და უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს ლოგიკა. ყველაფერს გიახსოვს. Stop. მეც გეთახობი კი. უნარების გამოცდა არ დაგაუქმებული. ბოლო და დავამთავრე. ბოლო არა ამ თემაზე ბოლო და დავამთავრე. მოკლედ რა. დიდას იქ ჩვენ ჩატში მოგწერე კიდევაც ეგეთი რაღაცა რომ ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ საქმეში ვისაც უნდა აკეთებდე, თავარი არის ფსიქოლოგია. შეიძლება ვიღაცას ძლიერი იქონდეს და ამას ამ წნეხს თავი დაასრულოს ძალიან მარტივად, ვიღაცა ამ წნეხში ჩავარდეს, ჭაობში ჩაიფლოს და ვეღარ ამოძურეს იქიდან. მაგიტომ არის საშიში, რომ ეგრე კბენა, ღრენა არ შეიძლება ყველაფერს და ყველას. შეიძლება ვიღაცა სწორად კარგად ვერ დაარტყა ძალიან ააცილა ბურთი და მით უმეტეს გასატანი იყო უეჭველი და ვერ გააქვს და იქიდან მიდის ბიჭო, ფეხბურთი ყველაფერი ხდება, კაცო, კეინმერში სადააცილა ის. მე როაცა რომ ინგლისის ბაზაში იყო არ მიგინებია, ფუ მეთქი უფრო. ახლა ეყოფა მაგას სხვისგან. თვითონაც თვითონაც შეზე უკეთ უფრო მეტად უნდა და გოლი გაეტანა, ხო? კარგი. შამალმა დაწყევლა შამალია. ეს არ მოიწერა. რატომ მაგრამ კიდია თმო ჩემი რაღაცა ვიდეო TikTok-ში. ისა მარტო მე ვლაპარაკობ და ილაპარაკე. ეს ყველაფერი დამიგროვდა ეს საქმე. ვიცი და საფქვა მე რომ მანდელი უნდა ჩავალდო. ეხლა თქვი რაც კი. აი რაც კი ორჩი, всё გააგზელე. გადავიდეთ სოფლიო ჩემპიონატში. აგე კაცი. ფოტოშორის მანჩესტერის ბალეშიკა ჩემსავით და ინგლისის. არა რონალდოს და ინგლისის არა პორტუგალია პორტუგალია. რონალდოს და ახლა არის ალდა. ეხლა მოიცა. რონალდოს შენ ისე მაინდა ეს მაგარი კადრი იქნება, მოდი. მოდი. მე არ ვარ ინტერმაიამის კაპიტანი და ფეხებზე მიდია ინტერმაიამის. ანუ გასი იზარებს რომ ფეხებზე მკიდია მესი სოფლიოში პირველია თუ არაო ინტერმაიამი ფეხებზე მკიდიაო არგენტინა მოიგებს თუ არა ფეხებზე მკიდიაო უბრალოდ სიამოვნებს ძმაო რა სიამოვნე ეს ეს ხან ბალეშიკო ყარას გამოთ მესი რონალდოს არ მიგულ შემატკივია თამაში არ მაქვს მესი ერთი თამაში არ მაქვს სულად ნალახი PSG-ში იტყუება ყველაფერს ხალხო არ დაუჯი და თუ კიდე დავიჯერა თუ კიდე ბარტლე ერთი თამაში სულად არ მინახავს PSG-ში რაც გამინდოდა საქართველოს და თუ გამახსენდა ვერავითი საქართველოს მინდოდა უკვე გარკვეულ ჯგუფებში გარკვეული ცნობილია ვინ გავიდა უკვე როგორ ადგილები არის ზოგან გასარკვევი კიდე პირველ მეორე ზოგი ან მაგას ვიძახი ზოგი გარკვეულია უკვე ზოგი გასარკვევი ნო მესამე ტური იწყება ხა დავიწყოთ რომელი ჯგუფით რომელი თავიდან გრანდებით დავიწყოთ მოდი და ბრაზილია დავიწყოთ გრანდები როგორ მაშინ კურასაო ეკვატორით დავიწყოთ კურასაო რატო ამერიკა და მექსიკა რაღაცა ამერიკის თამაში არ მინახავს დაიწყო შენ ამერიკის თამაში ვერ ვნახე რა როგორც ბიჭო არ მე რატო ვიძახი ხა რა ამერიკა მექსიკის თამაში ამერიკაში შეხვდა ნახე ამერიკის მე ამერიკაში შეხვდა ავსტრალიას ხო ნახე კი ეგ თამაში ეხლა უკვე რატო ვიძახი რატო მინდა ამაზე ვისაუბრო ეს მინდოდა რა ვილაპარაკ ამ თემაზე ამერიკამ რავი გადაუარა რასაც ვთქვი ავსტრალია ყველანაირად საფეხბურთო კომპონენტებით ყველაფერში აჯობა რა ისე ეს პოჩეტინო კაი მიიყვანა ამერიკა მაგრამ ხოდა ამერიკა ეხლა უყურე აქეთ აი წინავ ტური რო გავისო თურქეთთან ავსტრალიასთან მარცხი ავსტრალია ხო გააცამტვერა მაგრა ეთამაშა რა გეგონებოდა ავსტრალია რაღაცა აი ესე და თურქეთი ასე რომ ჩვენ მოგეხსენება თურქეთს რასასწავლებს მე შეხვდა ამერიკას და ამერიკამ ეგეთი რაღაცა უყოდ და აქ მე დავფიქრდი რაღაც მომენტში და ავსტრალია კი არ იყო რაღაცა იმაში. ხო, თურქეთი არ იყო. ბიჭო, ავსტრალია თურქეთთან და ვერ დაგეთანხმები რომ თამაშით ავსტრალიამ. აჯობა როგორ. ახლა მე ვიტყვი ახლა თურქეთს ორი თამაში ხო ჩაატარა და გავარდა. სოფლიო ჩემპიონატებზე სტატისტიკა რაც ითვლება 66 წლიდან ტიპებმა დაამყარეს ორ თამაში რეკორდი 62 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ. მაგდენი არ ქონია არც ერთი. 30 რო ვიანგარიშობ თვითონ თამაში დაარტყეს ტიპი. ეგეთი რამე მეც არ მეხსენდება რომ გოლი ვერ გაიტანეს ისე გავარდა. გოლი ვერ გაიტანეს. ხოლო თამაში აჯდნენ თავზე პროსტა გოლი ვერ გავა.
მაგრამ თურქეთმა თან 10 კაციანი იმას ვერ მოუგო პარაგვაის. აი, მოკლედ განსხვავებულას, რატო მე ვფიქრობ რომ ერაჯობა. რა ვერაჯობა, მე გადავეცი. მომენტების რეალიზება გქონდა უკეთესი, კი, მაგრამ თურქეთმა ბევრი დაარტყა კაცში. просто ვერ გაქონდა. მეორე ტაიმში. რუაგებდა ხო მაგის მე. ხო, მე შეუტია და ბევრი დაარტყა. просто არ ვერ გააკეთებდა. ბიჭო, მაგას კი არ ვიძახ თურქეთი მაგარი გუნდიაო. გასაკეთებ. რა ავსტრალია რასაც ვერაფერს ვერ აკეთებდა თურქეთი. თურქეთი დაისაჯა, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვაქვს. წევლა. თურქეთის მაგრამ ამერიკა თქო ვაგე ამერიკასთან ავსტრალია დამარცხდა ძალიან. მე თურქეთის ეს ძალიან გამოგვიდა. თურქეთის ასე გავარდნა ძალიან გამოგვიდა. ისე გავარდნა ტიპები გოლი ვერ გაიტანეს ორ ტურში, მესამე ტურში არ ვიცი გაიტანენ თუ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის. თან ამერიკასთან არ მგონია ვაფშე რომ მოიგო. ასე მგონია რომ სამივე წაგებით დაასრულა. მე ვაფშე მგონია მან რაღაცა მაიმუნობას აკადემია და ამერიკას დიდზე გაიყვანა. ამერიკას კარგი ნაკრები ყავს, ძალიან კარგი გული იქნება ყველა. ფეხბურთი გაგებაში არ არის კარგი ამელა ეხა. სტერეოტიპები აქ და ოდნავ რომ შეეძლება. რა სტერეოტიპები მაგას? არ შეიძლება კაი გუნდი რო ყავდეს ამერიკა. ვის არ გაუწევს ეხა ეგ ამერიკა კონკურენცია. ამერიკისთვის ფეხბურთი სულ ფეხბურთი ყველაზე რო კიდე. კარგი, ბიჭო, რამდენი გამოწრავი. მე რა ეგრე არის. არა, კითხვა მაქვს, ანუ რო ამბობ ამერიკის ნაკრებიო. რომელ ნაკრებს ვერ გაუწევს? ეხა იმის ზაფხულს ბიჭო, თამაშობ კონკურენცია. გაუწევს. გაიყვანა დიდზე. ასე გაიყვანა. გაიყვანე რას ქვია? სამხრეთ კორეა როგორც გაიყვანეს 2002-ში, ისე გაიყვანა ნახევარფინალამდე. ანუ და შენ მაგ სტერეოტიპების გჯერა? ჯერ არა მომხდარა ეგეთი ფაქტები და შუა სტერეოტიპებზე რატო ხარ დამოკიდებული? დამოკიდებული და ჩემი თვალით რომ აქ ნანახი რა გავაკეთო მაგაზე. კაი, ამას ასე ჯერა, შენ ასე გჯერა, მორჩა, მაგრამ ვერ გადაარწმუნებთ ერთმანეთს, ამას შანსი არ არის რომ გადაარწმუნოთ. ამერიკაშია, სოფლიო ჩემპიონატი, იმაში კი არა. სამხრეთ აფრიკაში რო იყო დაჩაგრეს საწყლები, ესა ვერ გავიგე. და ესე მაგლოვიკით რუსეთსაც უნდა მოეგო ის. 2018 რუსეთი რადია ჯგუფილა ხო გაიყვანეს. ესპანეთთანაც გაიყვანეს, მე თუ მკითხო. ხო და მე რა გინდა აბა ბიჭო რაღაცო მეცი დაავდეგებით აბა. ბიჭო, რუსეთს სხვა თემები დაუმტკიცდა ვაფშე, შენ არა გაქვს არანაირი რუსეთსაც ამბები ეჭვები იყო მაშინ. შენ არა გაქვს არანაირი მტკიცებულება ამერიკაზე, просто აიძახი ტრამპია და ის რაღაცებს. თეთრ სახში ეხლა ჩვენ ხო არ მოგვიგებია. ხო, ეგეთ რაღაცა მითოლოგიზებული. კაი, სხვა თამაშებზე გადავიდეთ. მე ბრაზილიაში აი მითოლოგიას ნუ მოიხსენებ ამ ყველაფერს, აი სხვა თემაზე. აბა, მაშინ არგუმენტი თუ გაქვს რამე. მე არგუმენტი მქონდა და თქვი კიდევაც. კარგი, გადავიდეთ პორტუგალიაზე. პორტუგალიაზე პორტუგალიის თამაში მომეწონა. როგორც იქნა? მე არ მომეწონა. კრიტიკოსები ცოტა ხნით გასვარდნენ. მეტი შეეძლო. გამოვიდა კრისტიანო და დუბლიც გააკეთა. ძალიან კაი კარგი თამაში თამაში ჰქონდა. ისიც მომეწონა, დუბლის ჯარიმა რო დაუთმო. და ეგ ჯარიმების გუნდიც სტანდარტულებით ძალიან დახვეწილი აქვს. და ეგ არის სიახლე. გუნდიდან გამოჩნდა რომ გუნდი კაია. ლეაუმაც გაიტანა. აქ კომპანიაში მუშაობენ როგორც ჩანს ჯარიმებზე, სტანდარტულებზე ზოგადად. სათამაშებას კაიღო ბრუნომ ძალიან კარგად და თამაშობოდ ვეღარ ხო, ბრუნომაც ითამაშა. ზოგადად ბრუნოს ასისტიც კარგი იყო. ხო, თემები მოკლედ. საჭირო იყო რა, რომ აი, იდეალური მატჩი მოთქვა ცოტა ხან გაჩერებული იყო და ეხლა თავარია რომ მესამე დასკვნი. წინა იმაზე კი თამაშობ კარგად, იქაც გაიმარჯვენ. წინა პოდკასტი პირველი ადგილი. იმიტომ რომ პორტუგალიის აქ პირველი ადგილი ჩვენ გვაწყობს, არგენტინა ისედაც გადის პირველი ადგილი და მერე იკვეთებიან მეოთხედფინალში თუ მერვეში გავიდნენ. მეოთხედში ალბათ. ხო. თუ პირიქით, პირველზე თუ გავიდნენ, არა, ვაჩევ პირველ ადგილებზე უნდა გავიდნენ. თავი ჯგუფებში და მერე უნდა გავიდნენ ერთი ეტაპით კი და მერე არგენტინას სავარაუდოდ ან ურუგვაი მოუწევს. მეოთხედფინალში. მეოთხედფინალში ან ვიღაცა ეგეთი. და მეოთხედფინალში გვექნება მესი რონალდო. მედი. აქ ჩავრთოთ და აქ ლაივი დავუშვათ. მესი რონალდოს დროს მართლა ლაივი გავაკეთოთ ის. აბასერად არ მინდა მაგ თამაში. ხო, რატო? ამას უნდა მარტო თავის აზრზე თუ არა ხარ არ უნდა. შემაზზე რა მე ასე თამაშებს მარტო უყურებ. ბიჭო, მარტო უყურებ. შენ არ წამოხდე და მართლა ლაიჟი არ დაიწყო უმცირე. აი მარტო შეგაბრება უნდა, კაი. ჩვენთან ერთად არ მინდა მეთქი ყურება. ბიჭო, თავისი ისა ტრადიცია და არ ნება რა გიქნა. მე მას ვაქრი ინგლისზე ვარ ეგრე. როლანდოსაც ეგრე. პორტუგალიას ალბანეთში ყოფნა რა გამიტრა. მეთქი რომ გავსტრი. ანუ რას ვერ ვარ, რას ვერ გავსტრიმოთ. სწორად ერთი გამაგები. გავსტრიმოთ მე, გავსტრიმოთ. გენტი და პორტუგალიაზე არ მინდა მეთქი. ხო და არ უნდა და ნუ უნდა ბორჩა თება. აი ის გავსტრიმოთ კურასა. პესოს გამო არ მინდა. ხო და აი ნუ გინდა. აპა ვერდე გავიდა და ეგ არის. კიდევ ისი თამაშები იყო? ესპანეთის თამაში მოგეწონა. ესპანეთის თამაში მომეწონა, მაგრამ მანდაც დავინახე. იქონამ ფეხბურთი ითამაში.
დაცვა მე მგონია რომ ესპანეთს დაცვა დაუყვა. ო შენ თავიდან რო თქვი აი დაცვაში აქვს ეს რაც წინაზე არ შემოჩნევია ეხლა ძალიან პანიკა დაეწყოთ იმაზე ერთი მომენტი იყო რომ რაღაცა უნაისიმონი გამოდის კარიდან და ძველი კუბარსი აკეთებს სასწაულს იქ შეუთანხმებლად მოქმედებენ და იქ დიდ გუნდთან რო გააკეთებ მაგას ეგრევე დაგჭირს. მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ყველას დაცვას რაღაცა ბიჭოსი შეიძლება დაუნახო. მე მაინც მგონია რომ პაუ ტორესი კიდევ ვიტყვი ამ ჩემპიონატზე. რომლის დაცვა უნდა წაევალი ეხლა რო თქვა. არც ერთის. ბიჭო გავალი ვნახოთ ახლა. ხა გრანდებზე ვიძახი რა. გრანდებს ზოგადად მე მგონი საფრანგეთის დაცვა გამოიყურება მაინც ყველაზე კარგად, მაგრამ საფრანგეთს ჯერ მეტოქე არ ყოლია ისე. პოლია ისეთი. სენეგალმა კარგად შეაწუხა. სენეგალმა შეუგდო კარგი. ერახთან ახლა ვერ შეაფასებს საფრანგეთის დაცვას. არა, ერახში ანუ ბრაზილიას სახელებით არ ყავს ცუდი დაცვა ის მაგალაეში მარკინიოსი, მაგრამ მეკარემაც არც პორტუგალიას არ ყავს. პორტუგალიას დიაში დაუბრუნდება ხა მოიხოდები. მაგრამ ესპანეთს აქვს პრობლემები დაცვაში სახეს. ესპანეთს თუ რამე პრობლემა დაცვაში. იცი რა არის? ანუ მე თავიდან ლაპარაკი აი 2024 წლის თუნდაც ევროპა ვავიღოთ და მაგის მე ის ციკლი რა განგლი ციკლიც გაიარა ესპანეთმა. ისე თამაშობდა რომ კითხვის ნიშანს არ სვამდა და ეხლა უკვე ბევრი კითხვის ნიშნები დაისვეს თავის ევროზე როგორც დაიწყეს ისე კარგად ეს ტურნირი არ დაუწყიათ, მაგრამ ზოგადად სოფლიოზე ესპანეთის სულ ეგრეა, სულად იწყებენ. ცუდად იწყებენ არ მე თამაშის იმას ხო თამაშითაც ანუ იქ შეიძლება ეგრევე კრამიტებს ვერ ამსხვრევდნენ მაგრამ აი ბურთისთან აი მოპყრობა ქონდათ სხვანაირი მაინც ხო რა ვიცი მე არ მომწონს ჯერ მე მგონია რომ რაღაცა თამაშած მალავენ და მოუმატებენ კიდე მაგრამ არა ყოველ შემთხვევაში 8-მატჩიანი ტურნირია და იციან როდის უნდა მოუმატონ და როდის უნდა აჩვენონ ის თამა. მე მგონია რომ გრანთან ბევრად უკეთესად ითამაშებს სიტყვაზე ესპანეთი ვიდრე ახლა თამაშობს. გრანთან უფრო გაუადვილდება მე ვთქვი. ხო თავის დონის გუნდთან უფრო აჩვენებს მე თამა. ახლა ვეღარ მაგიტო გეუბნები დაცვითი გუნდები რა. ჩადგებიათ ერთ-ერთი კაცი და მინდა გაუტანე ახლა. მაგასაც თუ მაგარი ხარ მაგასაც უნდა დამოარგო გასაღები. ესპანეთს ეგ უჭირს. უნდა მოარგოს მე გასაღები. წინაზე იმასთან რომ გამოვარდა რა ქვია. მაროკოსთან რომ გამოვარდა. დაბალი ბლოკით როცა გეთამაშება გუნდი არსებობს მაგის ისა ტაქტიკები მე როგორ უნდა ეთამაშო სისტემა ხშირი ცვლად ფრანგების და ასე შემდეგ. ეგ იციან პროსტა. ესპანეთს კიდე ერთი რამის თქვა მინდა. კი ძალიან გაიტანა ახლა გოლი და кайფებუთანია ოიარსაბადი. მე მაინც რა ვიცი რა ესპანეთს ფორვარდი არ ყავს ეგეთი ოიარსაბადი არაა პოზიციით ფორვარდი. გამოკვეთილი ფორვარდი. ეგეთი გამოკვეთილი მურატა იყო წინა ევროზე. და ხოსალოც ყავდა წაყვანილი მაგრამ მურატა თამაშობდა. ახლა მურატაც აღარაა. მურატათი და იوارსობალი სოფლიო ვერ უნდა მოიგო რაფიდად. მურატა არ წაუყვანდა. არა მეც რატოაც კითხვის ნიშნები გამიშვა. მეც არა ეს შემადგენლობა. არა და ვაწვებოდი რა ესპანეთი მინდა მეთქი რა ინგლისი. ესპანეთი როდის იქნება ჩემი აზრით კაი გუნდი მომდევნო მსოფლიო აქვს ესპანეთში. და მაგისტრის უფრო უკეთესი გუნდი დადგება თან იამალიც გაიზრდება. მაგრამ ხო რა თქო აქ თავარი არის ახლა ეგ ინდივიდუალური ფეხბურთელები ყველას ახავს მაგრამ ჯერ ნიკო და იამალი ერთად არც გვინახავს ამ ჩემპიონატში. ესპანეთი იმიტომ გამოირჩეოდა რომ თამაშობდა საოცრად გუნდურ ფეხბურთს და გუნდური ახლაც არა მაგრამ რაღაცა არა ის კი ის არა ხო სახელებიც არა ხო და მარილია მეც ეგრე მგონია რომ ხაშლამას მარილი რო აკვირია ეს მარილი ხაშლამა ჩემპიონატამდე უფრო დიდი მოლოდინი იყო მე მგონია მაგ გუნდზე ვიდრე ახლა ხო აჩვენებს ჯერჯერობით მაგრამ საფრანგეთმა გაამართლა ჩემი ყველა მოლოდინი გაამართლა საფრანგეთმა პირველ და მეორე თამაში. აი სენეგალთან მეორე ტაიმიც და ერახთან ახლა ერაყით ვერ შეაფასებ, მაგრამ აი თამაშობს რა შეტევაში ეგ გუნდი ბაპე არის როგორც სოფლიო ჩემპიონატებზე ჩვევია ფორმაშია. ხო და მე მგონი რეალი უნდა დაფიქრდეს რომ თვითონ რეალშია სისტემა ისე მოსასწავლი რომ ბაპემ ეგრე ითამაშოს. მაგრამ ბაპემ თუ ეგრე ითამაშა სათვალერო ნახევარი საქმე გაკეთებულია გუნდისთვის. ხო და ამიტომ რეალი უნდა დაფიქრდეს რა. მაგრამ ბიჭო იცი რა არის? ჟოზე იზანს ბაპეს ვათაშოეს რა კი PSG-ში რო იყო მაგარი იყო და რეალში ცოტა იმას აკრა მაგრამ ეგ იმის გამო კი არ იყო რომ ვეღარ თამაშობს არა ეგ დაამტკიცა კიდევ მუნდიალებზე აი თავპაქსი ბიჭო სოფლიოზე იმასაც აიღეთ თუ გინდა ბომბარდირი ახლა ოქროსბუცე ხო გაიწია წინაზე ბაპეს რეალში ძალიან ბევრი გაკეთდა ძალიან ბევრი გოლი გატანაზე არა აქვს სხვა ბაპეს არის გატანაზე თუ მივა ბაპე რეალში დაცვაში ჩამოსული გინდა დაცვაში არ ჩამოვიდა საფრანგეთში ჩადის მაგას იზამს ჟოზე მაგას რა აკეთებს და ბაპე კიდე გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს როცა რომ მარცხნიდან უტევს
ვიდრე ცენტრფორვარდი. თავისუფლება უნდა მისცეს. თავისუფლება უნდა მიცე ცოტა რა, არა ეგ ტიპი ის რომ დააჭედო და ინათურად ცენტრში უნდა იქიო. ცოტა თავისუფლება ჭირდება და რეალიზაციაზე ლაპარაკიც არხის. ვინისიუსის ფონზე იმაზე ხარ. აი ვინისიუსი უნდა იყოს ბაპესთვის ის, რაც ოლისი არის საფრანგეთის ნაკრებში. რომ ბაპემ კარგად ითამაშოს. და ეგ რამდენად გამოვა, ოღონდ არ ვიცი. ახლა ოლისაც უნდა რეალს. ოლისა თუ მიიყვანეს, არა? ია ეწყობათ კარგად საქმე. მარცხნივის ბაჟნევის ისინი დუმფრიზი და ისინი წაიყვანეს გააიროჩე რა. ბიჭო, ისიც უნდა თუ ფოთაშორის, მე რო დამევას არის. მაროკოველი. უადი. მაგრამ ძალიან ბევრსაც გაუშვებენ, ზატო ეგრე არა, ვიღაცა გაუშვებენ ხა არნოლდს გაუშვებენ, იმას გაუშვებენ. არნოლდი საერთოდ გამომართლებელი ტრანსფერი გამოდგა. ჩუამენს გაუშვებენ ალბათ. მომავალში არ ვიცი ახლა არნოლდი რა სეზონს რეალში, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი განსაკუთრებული არ ვქნია სეზონი. საერთოდ რეალმა დაცვა ვერ დააყენა. დაცვაშიც მოყავთ, აი კანადაზე გავარდი. კიდე ჰოლანდიის თამაში იყო. ჰოლანდიის თამაში მომეწონა ძალიან შვედეთთან. აი ეგ იყო მაგის არ მინდოდა გამომჩენო და შვედეთი კი ვნახე პირველ ტურში. ჰოლანდიის თამაში მომეწონა ძალიან მაგრად. 5-1 მოიგო. თან იმ შვედეთთან რომელსაც პირველ ტურში თვითონ მოიგო 5-1. და თამაში ბურთი დაუმალეს. ბრობი მაგრად ითამაშა. მე მგონი ბრობი ვაფშე ძირითადის კაციც რო გახდეს, რა გამიგვირდება. ხო და ჰეტრიკსაც იწევდნენ, მაგრამ 2-2 გაიტანეს, მაგრამ და გაკეთეს საბოლოოდ. ეგრე გადაწყდა. თითქოს და რაღაცა ძველი შვედეთს თან არ ათამაშა შვედეთს. ისე მოუგეს და ფრენკი დე იონგის როლი მომწონს მაგ გუნდში ძალიან. ბარსაში ეგეთი როლი რო ქონდეს, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და კუმანი იყენებს ძალიან კარგად. სადაცაა მაგის ადგილი, მან დაყენებს ზუსტად. და ეგ ძალიან ლამაზია ფრენკის თამაშის ყურება, როცა თავის პოზიციაზე ხელებს შორის და ცოტა ოდნავ ამოწეული. ლიბეროსავით რაღაც. ო შვედეთთან თუმცა ეგე დომინაცია რო გაგდა, ანუ მე ის ბიჭიც წარმომწონს სამერვით. გოლიც გაიტანა, მეორე გოლი გაიტანა. კარგად იწყებს ეგეც. საბოლოო ჯამში მაგალითად მემფისი არ შემოუყვანია. ისე ორი ტური ისე გაიგე. ეს ჭირდება. ხო მაინც შეთამაშებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც რო შემოიყვანა. ანუ ეგ არის ისე გამოიძახე. როგორც ახლა მაგალითად სუარესის გამოძახება თავისუფლად შეეძლო და არ გამოიძახე. აი ურუგვაიმ ჩემი აზრით ძალიან მიქარა სუარესი ვარ წაიყვანა, გამოჩნდა ორ ტურში. ამ დარვინ ნუნიეს კი აჯობებდა. ბიჭო 15 წუთის თამაში შეეძლო და რაღაცას იზამდა რა. ბევრად პროდუქტიული იქნებოდა იმ 15 წუთშიც, ვიდრე დარვინ ნუნიესები. ეს სასტარტო შემოდგომაში ზეოხდება დარვინ ნუნიესი. ხო, მე შემოდის. რო იყო ზირითადში და რაღაც ზაგდეს კიდე ხომ არა სათადარიგოზე არის და რო შემოდის იქაც ვერ ამწოვებს თამაშს. აი ახლა იქნება ძალიან მაგარი თამაში ესპანეთი ურუგვაი და თან ესპანეთსაც დასათმობი არა აქვს ეს თამაში პირველი ადგილით უნდა გასვლა და ურუგვაისთვის მით უმეტეს ბოლო შანსია. ფინალივით იქნება ძალიან მაგარი თამაში იქნება ესპანეთი. აი მანდ გამოჩნდება უკვე განჭები უნდა გამოაჩინოს ეს ესპანეთმა, იმიტომ რომ ურუგვაისთან პლატმასე მაგრამ ესპანეთი მაინც განაღდებულია. ხო, პირველი ადგილი უნდა. იქ ბადესაც ხო გააჩნია, მე რომ იმხვდება და ბადისთვის ჭირდება რომ უკეთესი ბადისთვის რომ ის ადგილი გაიმარჯვოს. მაგრამ ეს სუსტ გუნდებთან უფრო ხერხულია თამაში. ხო, ისე ესპანეთი მე-4 ფინალში ძალიან იშვიათად გადადიოდა. დაცდილია, თუმცა ეგეთი შეხვდება დაგდებია. ერთადერთხელ გაცდა მე-4 ფინალზე იმოიგო სოფლიოს. ბრაზილიაზე რა სიტყვით? აი, სანამ ბრაზილიაზე მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას ამაზე. ჰოლანდია ჩემთვის გახდა, ხო, წინასწრანაც თქვი და თითქოს თავიანთი ძველი ნიდერლანდური სული გააღვიძეს თითქოს რა, იმიტომ რომ შვედეთს ეგრე ეთამაშო დომინაციაზე, ყველაფერში აჯობო. ბურთი ეგრე დაგიმალო, ზომერეს შვედები არიან ფიზიკურად ძალიან ძლიერები და ისინი უფრო დაღლილები იყვნენ თამაშის ბოლოს. გამოფიტულები იყვნენ ძალიან. ემოციურად ახლა 5-1 ცოტა აგებდა რაღაცა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჩვეულებრივად ხნედ იყვნენ რომ დამთავრდა თამაში, ჩვეულებრივად რაღაცა ისინი კიდე ძალიან დაღლილები ჩამოვიდა. ძალიან მომეწონა ვისევ გოთათაშორის ერთად უყურებით მაგ თამაშს და იქაც თვითონ ძალიან მოგეწონა და ესეთი თამაში. ხშირად გვინდა მუნდიალებისგან ეგეთი თამაშები. კიდე ვიტყვი ერთ თამაშზე, სანამ ბრაზილიაზე გადავალ იაპონიაზე. რომელიც ყველასთვის მე ვიტყოდი სახიფათო მეტოფი უნდა იქნება. გინდ გრანდი იყოს, გინდ არა გრანდი იყოს, ყველასთვის იქნება ძალიან საფრთხეს გუნდი და როგორ დისციპლინებურად თამაშობენ ზონებში, აი შეტევა დაცვაში, აი
თითქოს ცარიელი ის არ უჩნდება 90 წლის განმავლობაში რთულია ეგეთი შეინარჩუნა ხო? თან როგორი თემად დავიწყოთ იქ და როგორი გულშემატკივრები თავს. იაპონიას როგორ აი სისუფთავი და იმის როგორც აი მაშინ რო ჩატარდა ყატარში არის ხო? თავის თვითონ ალაგებენ და ასუფთავებენ აი წარმოიდგინე რა კაი ხალხია და ეხლა იქაც იგრძნობოდა ეს ყველაფერი რა და მე მომწონს ეგეთი დისციპლინებული გუნდები მომწონს აზიაში ჩემთვის ყველაზე სანახაო ფეხბურთი სადაც იაპონიათან ეგრეა აზიაში ყველაზე მაგარი ფეხბურთი მაგათი თამაშობს ხო იაპონელებზე რაც ვინდოდა რომ მეთქვა იმიტომ რომ მაგათ აქვს პროექტი ახლა 2050 წლამდე უნდა შექმნას ესეთი გუნდი რომელიც სოფლიოს მოიგებს ეგეთი პროექტი აქვს და ძალიან თანდათან 2018-ში ძალიან კაი გუნდი იყო ბელგიასთან გახსოვს ალბათ როგორ მოიწნურიდან დრამატულ ბრძოლაში გამოვარდნენ აქ 2022 იყო და ჯგუფში ესპანეთს და გერმანიას მოუგეს ანუ მაგაზე მეტი რა უნდა ქნება და თანდათან უმატებენ და ძალიან მომწონს მე ფეხბურთს ამაშობენ გამართულს გუნდურს აი კრუიფი რო მიამაყებდა ეგეთი გუნდური ფეხბურთი რასაც ქვია და კრუიფიზმი რასაც გადაგებდა და ეგეთი შემტევი გუნდური ყველა დაცვაში ყველა შეტევაში ერთნაირად მქონდა ძალიან სწრაფები არიან სისტრაფეზე მაღალ სისტრაფეებზე ეკეთებენ ამას ყველაფერს და ეგ ძალიან ამაზია მე საყურებდა კიდე გულშემატკივრები ცალკე მექსიკაში ვიდეოები ცდება რამალე შეიფერეს იქაურობა მექსიკური კლუბებით დაებით რო ერთობიან კონცერტში და ძალიან საყვარელი ხალხი მაგარი საყვარელი ხალხი ძალიან ტრიბუნებზეც ძალიან იმად კულტურულად ალაგებენ ყველაფერს ეგ მაგარი მომწონს მე მალეშიკობას ისეთი იცია რა სოფლიო ჩემპიონატი მაგითოა კარგი რომ სხვადასხვა კულტურა საერთოდ სხვაგან ერთმანეთისგან ერთ სივრცეში იკრიბება ყველა ზედმეტად არ შეგაწუხებენ ეგეც მომწონს ხო როგორც მაგალითად რუსები. ირაკი შეგვარგიდოდა რა ვის? იგივეს ვიტყვი რომ მართლა როგორც ნაკრები უკვე ძალიან საკმაოდ დიდი ხარისხის პროგრესს განიცდის და უკვე ნელ-ნელა უმატებს იაპონია და ფესობს სწორედ თქვა ეს პროექტი აი რომელიც უკვე ნელ-ნელა იღებს სათავეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იაპონია კარგ შედეგს დადებს არ აქვს მნიშვნელობა ეს თუნდაც მეოთხე ფინალამდეც რომ ეს იაპონია მივიდეს ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული იმიტომ რომ იმდენად შრომის მოყვარე და ძალიან გუნდურ ფეხბურთს თამაშობს იაპონია რომ მართლაც იმსახურებს იაპონია თუნდაც მეოთხე ფინალს თუნდაც მერვე ფინალს ყველაზე ცოტას და ხალხიც იმდენად მართლა საყვარელი არის რომ ანუ პირიქით გიხარია ანუ ეგეთ განწყობაში ეგეთ გარემოში ყოფნა მით უმეტესობაში ეგ რომ ანუ სხვადასხვა კულტურა სხვადასხვა მერს გაყვარებს და გაცნობს და მე პოპულარიზაციას უწევს ამიტომ ეს კარგი სოფლიო ჩემპიონატი კი ძალიან მაგარი ისაა ხო და აი მაგაზე ესა რა იაპონიის საომავლო პროექტი ესეც შემაგადაობის თემა იყოს მაგრამ შეიძლება სოფლიო ვერ მოიგონო რა ფაქტია რომ ჩემპიონატამდე უმატებენ კოსმოსში გამოიგონო ლიფტი რომელიც კოსმოსში წავიდა მაგათგან არა გამოიგონო მომავლის პროექტა და სულ გამიკვირდება სოფლიო ჩემპიონატი ძალიან მიზანდასახული ხალხია რასაც ამბობენ ყოველთვის მე ასრულებენ იქ რომ გაიმარჯვოს გამისწორდება სადღაც მაინც გამისწორდება ეგრის ვალეში ყოფნა მაინც გამისწორდება მოიგეს. ვარ გადავიდეთ ინგლისზე. თუ ვერ მოიგეს კიდე ძლიერ მეტოქებს მაინც გააგდენ. გაამწარე. ეგეც კაი. ანუ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ის შეიძლება იაპონია გამოდგეს, ხო? არა თურქეთი. იაპონია, მაროკო. ხო, თურქეთმა, შოტლანდიაც გონია რომ თავისი დაჩვენოს რაღაცა. შოტლანდია მე საერთოდ არ მომეწონა ასორი თამაში. არა, ახლა მოსაწონია. თუ მომატებენ ბაზარი არ არის, მაგრამ ახლა ბრაზილიასთან ნახოთ რა შეიძლება რა მაგალითად. თან ძალიან მაგარი თამაში იქნება ბრაზილიასთან. მე ნეიმარიც არ ვიცი და ნეიმარი ხანწერ ტრავმა აქვს ისევ. ანჩელოტი თქვა და და კიდევ ვერ თამაშა რა. მე მგონი რაფინიაზე ხდება რა. რაფინიასაც ტრავმა. რაღაც პრობლემები ხო. აი ხა ბრაზილიის თამაშებზე ძალიან ამოვარდნილია რაფინია. საერთოდ რაფინიას მე მგონია რომ ისეთი სეზონი აღარ ექნება ის ოქრონა 24-ზე. შენ მარტო მარჯვენა ფლანგზე რატო ხო არა თავი არც თავის პოზიციაზე დგას არა ვერ თამაშობს რა აშკარად კი ახლა მოიგეს 3-0 მაგრამ რაფინია იყო ყველაზე ისა მაგაზე ის უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად წითელზე მან იყო წითელი მანდაც ხო იყო წითელი მე არ მახსოვს შემახსენე და ბრაზილია წითელია უკვე
ვიღაცა გააგდეს. იმდენი წითელია რომ აღარ მახსოვს სულ. სათვალავი მერევა ხო, მართლა არის 8-9 წითელი ბარათია, ჯერ არის 2 ტური. ეს გადაჩურჩულებასა რომელ თამაშს თურქეთზე იყო. მაგაზეც არ გევილაპარაკო. საჯობაზე მინდა კიდე რაღაცა თეორიის ეკვა. ბრაზილიაზე რა სიტყვით როგორ მოგეწონათ ეს მეორე თამაში? პირველ ტაიმში არ იყო ცუდი. ცუდი არ იყო, მაგრამ ბრაზილიისგან რასაც ველი მაგას საბოლოო ჯამში იმფერულს ვერ უყურებ, მე პირადად ბრაზილიიდან რასაც ვიჩოული ვარ. ეხლა რა მოგ რონალდინიოზე, კაკაზე, კიჭა რონალდოზე და იმაზე, მაგრამ თუნდაც აი წინა მსოფლიო რო ავიღოთ, ანუ სანახაობრივ ფეხბურთს ჟოგა ბონიტოს ელემენტები იყო. ეხლა ეგეც არ ჩანს. ეგეც არ ჩანს, ანუ აღარ არის იმდენად ლაღი ხალისელი ფეხბურთი, რასაც ბრაზილიასგან მიჩოულები ვარ. მაგრამ ბიჭო იცი არის, ხო იცი ხა ყველა გადაერთო რატომღაც აი პრაგმატიზმზე რა და ამით უფრო დიდ შედეგებზე გადიან და თუ ეგ აქვს ანჩელოტის ჩაფიქრებული, პრინციპში ანჩელოტი ეგეთი ტიპია. მაგრამ რა ხო, მაგრამ ახლა ბრაზილიას არ ტექნიკას ანჩელოტი ხო ვერ წაართმევდა, ეგეც არ ჩანს. ვინისიუსი თამაშობს ყველაზე კარგად. ხო, მაგრამ ის ტექნიკა თავიდან მაინც რისკი შემცველია, რავი, ტრავმებისგან შეიძლება პაკეტა მომწონს და ვინისიუსს. აი და ისე კუნიაც, მაგრამ კუნია ძალიან კარგი არის რა. პირველ თამაში არ იყო და დააშკარად ეთყობოდა რა, რომ ძალიან პრობლემა ჰქონდა რა იმას შეტევაში. როცა კუნია გამოვიდა ჟუაო პედროს არცაყვანას არინანებს საბოლოოდ. თავის ამ გუნდს რას გააფუჭებს? ჟუაო პედრომ რა უნდა შემატოს ახლა მაგუნც ისეთი რომ არც დააკლია. საერთო ჯამში სულად პრემიერ ლიგის კაცი არ წაიყვანა და რუსეთის ჩემპიონატიდან მიყავს 100 თამაშობენ, არ ვიცი ის იგორი და ის მეორე, არ ვიცი ასეც. რუსეთის ჩემპიონატში რომ ჟუაო პედროს ჯობია. ისიც გამოახო. და კიდე მინდოდა ბრაზილიაზე იმის თქმა, რომ მარსელო ამბობდა ამას წინა სხვათა შორის. რომ ფეხბურთი შეიცვალაო. ჩვენი თაობის ფეხბურთელები ფეხბურთს სწავლობენ ქუჩაში. ჩვენი თაობის ფეხბურთი არის ქუჩის ფეხბურთი. ესენი სწავლობენ აკადემიებშიო და აკადემიებში ნასწავლი ფეხბურთი ის ვეღარ არის, ის სილამაზე ხრება და რაღაცა უფრო ის ხრება და მე მაინც უფრო ის ფეხბურთი უფრო მომწონდა ის ქუჩის ელემენტებით და რაღაცეებით და ცოტა უფრო ბინძურიც იყო, მაგრამ მაინც ეგ უფრო ლამაზი იყო ჩემთვის. სანახაობრივად იყო, მაგრამ ეხლა როგორც ასეთი შედეგის მომტანი და შედეგიანობას მაგას ხო, მაგრამ ბრაზილიისთვის ჯერ არ მოუტანა. ჩემი აზრით ბრაზილიას ის უფრო მოუტანა შედეგს. მაგაზე დღეს ვისმენდი კიდე რა, აი ადრე მაგ 70-იან წლებში და 70-ებში როგორი თემაა, იცი? მაშინ რა წარმოიდგინე რა დრო იყო, როგორი ეკიპირება ჰქონდა ფეხბურთელებს. საუბარი იყო მაგაზე, რომ უცებიო ეხლა რო არცვია და ჩადგავ ფეხს და ფეხის ომას რო იღებს. ფორმას რო იღებს. უცებ მაშინ ეთქო ჩვეულებრივი ისინი იყო რა, აი ვალინკები რასაც ქვია რა, ეგეთი რაღაცები და ნაჭრის ბურთი გვინგიდას, მოედანი დახრილი, გაუბედურები ყველაფერი და ამ ყველაფრის ფონზე როგორ ფეხბურთს თამაშობენ. ეხლა ისე განვითარდაო რომ სადაც ეგრე უნდა მომხდარიყო რა, იმიტომ რომ წინ მოდიოდა ფეხბურთი, ვითარდებოდა, მაგრამ იმას ნუ იტყვითო, რომ მაშინდელი ფეხბურთელიო, ეხლა ვერ ითამაშება. მაგას არ ვეთანხმები, მე არასდროს ვიძახიან, რომ აი პელეს დროს არ იყო ფეხბურთი. არ მეც არ ვეთანხმები. პელეს დროს ფეხბურთი იყო ყველასთვის ერთნაირი. ყველა ერთნაირ პირობებში იყო. ის ერთი გახდა მარტო პელე. სხვა ვერავინ ვერ გახდა. ის იყო გენიოსი, ის რო გადმოსვა ამ დროში და ამ პირობებში ავარჯიშო, იქნება ისევ პელე. ჩაულებრივად ითამაშება შეიძლება უკეთესადაც ეთამაშა. იმიტომ რომ უარი გაუბედურებული ამ ეკიპირებით და ამ სამედიცინო მომსახურებით და ყველაფერი განვითარდა ახლა და პელე იქნებოდა ისევ გენიოსი. რა მნიშვნელობა აქვს? იმ ეპოქაში თამაშობდა ეუსებიო, პელეც, კროიფიც, ვინც იყო, დი სტეფანო, ეგენი, უბრალოდ მაგ ეპოქაში ყველა ხო ვერ გახდა კაცო პელე და დი სტეფანო. ის ორი გახდა, იმიტომ რომ ის ორი ჯობდა ყველას. ამ ეპოქაში ხო ჩვენ მესხი მეტრეველი ამ ეპოქაში რა მოსო ისო მესხი და მეტრეველი იქნება. ხო, უბრალოდ ეხა ადაპტაციის პერიოდი იქნებათ და ხო, ახლა რა თქმა უნდა, ახლა იმაზე რომ დაადარო, ახლა რომ უცებ შეახვედრო ის ამას ეს მოუგებს, იმიტომ რომ ეს სხვა განვითარებაზეა, მაგრამ ის რომ ამ პირობებში ჩააყენო, მაშინ უკვე პელე იქნება ჩვეულებრივი. ხო. ამიტომ ეს არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ იცის კიდე აი ის გუნდი შევაჯიბროთ ამას, მასალა შეაჯიბროთ, იმიტომ რომ ის სხვა ეპოქაში იყო. სულ სხვანაირი იყო ტაქტიკაც ფეხბურთის და ყველაფერი განვითარებაც. მაგრამ ერთნაირ პირობებში თუ ჩააყენებ, მაშინ იქნება თანაბარი ძალები. კიდე რა შეიძლება ბრაზილიისგან მე იმას ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა ყველა მეცველით
რომ თქვენ ჩვეულებრივ ვართ ამ გუნდისგან რაღაც. გვინდა ბრაზილიისგან ჟუკა ბონიტო. კი. მოძრაობებს ჩვეულებრივ. მე მსოფლიო ჩემპიონი. ნეიმარი გვინდა, ნეიმარი კარგ ფორმაში. ძალიან შეაწუხათ. მსოფლიო ჩემპიონატს რო გავიგონებ ზოგადად მაქსი სიტყვაჩეთან ხოლმე ერთ-ერთი პირველი რაც მახსენდება თქვენში ბრაზილია მოგდის პირველი თავში. გინდა არ გინდა არ გინდა და ბრაზილია უნდა თამაშობდეს, ბრაზილია, გერმანია უნდა თამაშობდეს თავის ფეხბურთს, იქაც საფრანგეთი, არგენტინა და იტალია რო არა, ეგეც გვეყოფა. მე ძალიან გულიმწლება იტალია რო არა. დანია როგორ ვერ გავიდა? დანია და იტალია. სულ იყო ხოლმე. იტალია იმსახურებდა რომ დანია ჩეხეთმა ჩატოვა, ხო? და ჩეხეთი ვერ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, რომ რაღაცა მოგეწონოს. ჩეხეთიც ამ შემთხვევით გავიდა სამგუნდად, რომ ძალიან ცუდი შედეგები აქვს რა. ვერ თამაშობენ აშკარად. და ეხლა ასე რომ დავსვათ საკითხი, თქვა და ჩვენ რო ვიყოთ, ახლა თუ გავწევდით რაღაც ტიპის კონკურენციას მაინც ამ ნაკრებთან. მაგაზე დღეს შემხვდა რაღაცა პოსტი და ასეთი ის დაუწერე და მაგას გავიმეორებ. 2024-ში ევროზე რაც ვითამაშებთ იმ ფეხბურთით, ჩვენ ჯგუფიდან გავიდოდით. მაგრამ დღეს რასაც ვთამაშობთ, მაგით დღეს რასაც თამაშობთ, მაგით გაგვიჭირდებოდა. ეხლა ვერა ცოტა ამოვარდნილი ვართ იმ კალაპოტიდან რაშიც ვიყავით 24-ში. აი 24-ის ფეხბურთით ჯგუფიდან გავიდოდით თავისუფლად. ან ჯგუფიდან ახლა მესამეზე თუ გახვიდე შანსი. ჩვენ ჭირდება რომ ჩაყვედავთ. ეხლა ფერო გეთამაშა ეხლა. ხო, ბოლო ადგილზე არ უნდა გახვიდე. რაღაც თამაში ეხლა როგორ ბოლოზე არც ახლა გავიდე. შეიძლებოდა მოგვი. ჩვენ ჭირდება ჩაყვე იმ ფორმაში, რომელშიც იყო 24-ში, ტრამვებმა რო არ შეაწუხოს და ყვარა თავისუფლად. მებრძოლ უნდა და მამარდა. რა როგორც თამაში. ფსიქოლოგია გვჭირდება რა. ჟილკა. მაშინაც იგივე ხალხი იდგა, ხო, ძირთად, მაგრამ ფსიქოლოგია ქონდათ, მიზანი ქონდათ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ. იგივე ხალხი იდგა, ჩაყვეს არ. მე იმის მერე ეს დაკარგეს ეს. თუნდაც აი კომიარციეს იმ მიზანს ხო რაღაცას. როგორ თამაშეს ბიჭი. ხო. არც ერთ გოჯი არ დაუთმეს, აი ის ზივზივაძის თავის ისა. ხო ეგ არის რა, ასე რომ თქვა, წყალებში ჟილკა, რომელიც მერე დაკარგეს, ამ მიზანს მიაღწიეს და მერე თვითონ ჩამოუშვეს ყედები. მაგრამ ასე რა გასახლის მუშაობა ჭირდება, ჩემს ახალი ცნული ჭირდება. მეც არა. ყველაფერი ჭირდება თავი ახალი. ამაზე მერე ვისაუბროთ აუცილებლად. იმედია ხო ამ ციკლზე ვნახავთ ახლა კიდე ვილისადაც მიეცემა ეს ევროზე. მერე ალბათ არც ვის არაფერს ერთი. ხო და ნახავთ რა. აი იქნება, მაგის მიხედვით ვიმიჟდეთ თქვენ. ვისი თამაში ინგლისი არ გვინდა. ინგლისზე ვისაუბროთ ახლა. ინგლისმა გააფუჭა ეს სანახაობრივი. ჩააგდო თამაში. ბოლო წლის ბოლო მეორე წრე ჩააგდო. ნუ ახლა პირველი თამაში რაც ითამაშა, აქაც იმას ბოლოდინები შექმნა ისეთი რომ ბოლოდინები შექმნა და ეს ბოლოდინები არ გამართლა კიდევ ისეთი ნათქვამია, ვაფშე დავარდა რა. კი შეიძლება იქ ვაფშე იმას რომელი აფრიკული გუნდი იყო? განა. განა კი შეიძლება პოზიციურად ძალიან კარგად თამაშობდა და იქ ტომას პარტეის საოცარი მატჩი ჰქონდა, სხვათა შორის არც ერთი 100%, 100-დან 100% ჰქონდა პასიც, ბურთის გამოტანა, ყველაფერი აბსოლუტურად. ეგეც რეკორდია რა, წარმოიდგინე, ეგეთი რაღაცა არავის არ გაუკეთებია, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთი რაღაცა არასწორი გაეკეთება. ტიპი ეგ შეცდომა იყო, არ ვიცი. დაფრინავდა ტიპი, და იმენა მაგრა ჩაატარა ტომას პარტეი გახდა საუკეთესო MVP-დან. აქედან ვინ გახდებოდა, არ ვიცი, განმისლია. ბელინგემი გახდა ბელინგემი გახდა თამაშს ემოდი. ბელინგემი რომელიც 70,000 წუთს შეწყვეტა. არ და პარტაი არა, მე იმას ვიტყვით, ჩემი აზრით, ანუ ძალიან უხეშად თამაშობდნენ აფრიკის გუნდები. ჩვენათი ჯანია და ვირივიძის ახლა. ენერგიას ხო ვერ ამოუწურა. ჩემი აზრით, ანუ თავიდან დაიწყო. თავიდან მიაჯდა ინგლისი რა, თითქოს და სტრაფის უნდა გოლი. მაგრამ მე იქ საკმარისი იგზნეს. საკმარისი გაიწია და აქ ძალაც უაგრძნობინეს და რაღაცა იქ მე ბელინგემი წააქციეს და უკვე რა თითქოს ის შემოვიდა. ბევრი თავებით შეჯახებაც იყო სამჯერ. კი, თავების შეჯახება და იმის იყო რომ რამე ტრავმა არ ავიკიდო. და მეორე ტაიმში ჩემი აზრით იგივე თამაში გააგრძელეს, აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა რა. ნუ ტუხელმა იქ შეცვლების დააგვიანა მართლა და შეიძლება ეგრეთ არ უნდოდა რა, რატომღაც შეეშინდასავით ესე ბჭყალებში ვიტყვი იმისა, რომ ფეხბურთელს ამე ზიანი არ მიიტანოს, რომ შემდეგ უფრო იმიტომ რომ ტურნირი აქვს, ახლა ის მაგათქლებს აკეთებს. გალისგან ჩააგდო რა ეს თამაში მერე უკვე და კი ბოლოს ჰარიკეის კეინს რო გაეტანა ან იმას ძელს რომ მოაქვს. კეინს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა. კეინმა ძალიან მაგათ 199-ს რო გაიტანს ეგეთი ჰქონდა.
და მაინც იქ ვერ გაიტანა მაგრამ ვერ გაიტანა. რავი როგორ სიტყვას შელოცეს შელოცეს განასწრებული მე ინგლისისგან რასაც ველოდით რომ ტუხელი ინგლისს ათამაშებს და ამ თამაშში უფრო იყო ეგ ვიდრე ხორვატიასთან ძალიან მაგრად ითამაშეს რასაც ბევრი არ ელოდა აქ ამ თამაშში ინგლისმა ითამაშა პრინციპში ის რასაც საუთგეიტის დროსაც აკეთებდა ზოგადად რასაც თამაშობს ხო ზოგადად რასაც მიჩვეულიყო მაგას თოდა შემაშფოთა ხო მაგრამ მე მაინც გონია რომ ძალებს ინახავს იმისთვის რომ ახლა პანამას უეჭველი მოუგებს ჩემი აზრით მომდევნო მესამე ტურში და პირველი ადგილით გავა მაინც ჯგუფიდან და მე უკვე უნდა აჩვენოს იმედია იმ ფეხბურთს დაუბრუნდება რაც ხორვატიასთან იყო იმიტომ რომ ლამაზიცა ნახოთ და იმედია შედეგიანიც ეგ უფრო იქნება ბიჭო ეს იმაზეც იყო ლაპარაკი რა ის არნოლდის და იმის არწაყვანა მაგაზე თუ სოფლიო ვერ მოიგო სულ იქნება მე ლაპარაკი ისა რომ ტრადიცია არჩეო რა ანუ თუ ხელს უნდაო რომ ძალიან შინაური და მეგობრული ატმოსფერო ყოფილა და აფუჭებდაო შეგნი გუნდში ანუ ხო რა ვინ აფუჭებდაო და არნოლდი და ისა ფოდენი რა შეგნი რა შო მაგრამ მე ფოდენი არასდროს არ მომწონებია არც ერთ ტურნირზე მაგრამ კლუბში ყოველთვის მაგარია მაგრამ დიდ ტურნირზე მე ფოდენის თამაში არ მომწონებია არასდროს პალმერიც აღარ იყო ხო პალმერიც ხო პალმერიზე თქვა პალმერზე თქვა ფოდენზე და ალექსი პალმერიც არ იყო თამაში აი მაგრამ შესაძლოა რომ იყო რაღაცა მაგას ორი აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეგ ინგლისის ფორმაცია ვეღარ შვებოდა ხო არც თამაში აღარ თამაშობდა სანახაობის შედეგებიც ვერ დადოდა ეხლა აქ არის რაღაც და ვნახოთ რა ვიცი ნაჩვენოს მე ნახევარფინალში ხორვატიასთან რაც თამაშეს ეგ იყო ძალიან კარგი თამაში და თუ ეგრე გააგრძელებენ ინგლისი ნახევარფინალამდე თუ გავარდა იქნება წარუმატებელი ჩემპიონატი ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი ნედები წარმატებელი ყოველთვის იქნება არა ახლა რაღაცა პროგრამა მინიმუმი ხო არსებობს რომ უნდა პროგრამა მინიმუმი ჩემთვის ინგლისის პროგრამა მინიმუმი არის ნახევარფინალი მაინც უნდა დადო ნახოთ როგორ გააგრძელებენ თამაშს იმედია რეგრესი არ წავა და პირიქით უფრო რაღაცა ეს იქნება აი შემდეგ თამაში ახლა შემდეგ კანადის თამაში მომეწონა მე ისე კარგად ითამაშა ახლა მეორე ტური და აი კანადა უფრო მომეწონა მე ვიდრე ამერიკა ზოგადად ჩემ ისინი რა ქვია მასპინძელი გუნდები მექსიკამაც მოიგო კანადამ ერთი მოიგო მაგრამ მექსიკა მაინც ვიცით მექსიკა აი ფეხბურთს თამაშობს მაგრამ მეორე ტურში გაუჭირდათ იქ მეკარის შეცდომა იყო კორეის გოლზე მე კი ვამბობდი წინა იმაში რომ კორეა მექსიკა იქნება მაგ ჯგუფში გადამწყვეტი თამაში იქნება სხვადასხვა კორეას თუად არ უთამაშია არ უთამაშია ის მეკარემ შეცდა აშკარად იმდროს ეგეთი მომენტი ესეთი არაფერი არ მოხდა კიდე რომ მე რაღაცა პატარა გუნდის თამაში მომეწონა ძალიან აი თქვი აუცილებლად აღნიშნოთ კაბო-ვერდე ბელგია იმაზეც ვიტყვი ხო ბელგიას რაც თქვით რა რაც ვახსენებ დაცვა დაღუპავს ხო თუ ნახეთ რა შეცდომა დაუშვა ემ გოი სასწაული გააკეთა მე მაგას წითელი მოყვა დააჭა ბელგია 10 კაცით და პრეცდივს ითამაშა და რეალურად შეტევაში მაგულს რესურსი აქვს და ირანის მეკარემ რეები აკეთა აუ ირანის ის რა მუქი არის დაწოლებულა კი სასწაული რუიმარო პასი გააკეთა და მოვეჩი ეგეთი რეაქცია მეკარესგან ძალიან დიდი ხანია აღარ უნდა მეკარემ მოიგო ალბათ მე ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო სეივია რაც ვინახავ ამ ეტაპზე არგენტინა და ისინი დაგვრჩა ვიღაცა არგენტინაზე რა უნდა ილაპარაკო არ ვილაპარაკია არა არგენტინაზე ახლა აღარ არის საჭირო მე მოვედი არგენტინაზე დაგერიკა მე მოვედი არგენტინაზე სალაპარაკო რაც 20 წუთი ჭირდება ხო უცოდით რომ მოიგებდა არა მაგარი თამაში იყო არგენტინა ავსტრია მე ძალიან ვისწავლე მაგ თამაში ცალკარა იყო თუ რა იყო ბრძოლა იყო პირველი ისე დაიწყო თამაში რომ რაღაცა მესინი პენალტი გააფუჭა და თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაცით იმას გავდა ისლანდიასთან თამაშს და ცუდად მიდიოდა არა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა ის პირველი იმის გატარება იყო ტიაგო ალმადასი იმენა ძალიან ლამაზი არ ვიცი დაუძახა მესიმ თუ თავისით გააკეთა და მე წავიდა უკვე გუნდსაც თამაში გაუმართლა უბრალოდ მესის როცა მიზდის თამაში და გუნდის თამაშობს დღეს როცა ვწერთ ამ პოდკასტთან 39 წელს გახდა ეს ო მიულოცოთ მოგილოცოთ გუშინ კრისტიანო შეხედე არ ბაცთვის ეცარ გამზარდა სამ რონალდოს ფანში ვარ მოხვედრილი ალბათ ხედავთ თქვენ თვითონაც არა ვაფშე არ ხარგე ხუთი პოსტი დაწერა ორ გოლზე რონალდოს ვაფშე არა რონალდოს დავწე ის რიო ფერნანდესის გავაზია მე არავის არ ვაზიარებ
როგორ სულ კომენტარებს აწერ მესი მე მადლობა ღმერთს ესე პენალტი გამაზარდა. ხო, მაგაზეც რო პოსტაზე პენალტი გამაზავა და მადლობა ღმერთს ხა სექტა მეტი რა შეიძლება რო იყო. მაყურებელს ესაუბრეს. რა ვიცი გოლ შეღარიკე. ბიჭო მესი ან უნდა გაქრეს თქვენ კიდე რომ მესი გაქრეს მარტო რონალდო არსებობს. გააქრო გუშინ რონალდო. ამათი გაიტანს. რონალდოს ფანების კომპლექსები ხებზო გიდია. ისე როგორც მესის კიდია ხებს. ხო და მოკლედ ძალიან მაგარი ის. მესიზე თამაშობს რა მთელი არგენტინა და რონალდო თამაშობს მარტო. გუშინ ახლა არ იყო ეგ რონალდოზე. გუშინ არ იყო, მაგრამ რა მე ვითამაშე. მაგრამ მესის შემთხვევაში სულ სხვა რაღაცას ხედავ ჩვენ. აი მესი გამზადებელი. მესიმ რო დუბლი შეაგდო. აი ბოლო გოლი რაც გაიტანა. მან რა პასი მისცეს მესის, ნუ იქ პორტუგალიელი ყველა კარში დაარტყამდა. და არ მისცემდა რონალდოს. გაიხსენე აბა მესის მეორე გოლი. არგენტინა სად შეატენეს ის ბურთი. აცადეთ. არგენტინა ხო და მე იმას კი არ ვამბობ, ესაზე არ უნდა იყოს. ხო, მაგას ეგრე უნდა იყოს. მაგაზე ვხვევი. პორტუგალიაშიც ეგრე უნდა ითამაშოს. მაგაზე ვხვევი, ახლა სკალონის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რაცაა სკალონი რომ მოვიდა გუნდში. ეგ გუნდი იყო ყველაზე არეული გუნდი, ალბათ რაც შეიძლება სამპაულის 2018 წელს არგენტინაც გვახსოვს და მაგაზე არეული არგენტინა მე არ ვიცი. ყველა ვინ რას აკეთებდა იმ გუნდში, ვის სად იყო, ვერ გაიგებდი. ვინ რას ჯგუფიდან როგორ წვალებით გავიდნენ რეალურად. ჯგუფში რომ ჩარჩენილიყო, ეგეც არ გამოგვიდებოდა ისეთ ფეხბურთი თამაშას და 2019-ში მორდის ეს სკალონი, არავინ არ იცის ვინაა, ტიპი არსაიდან მოყავთ. და 2019 წლის ჩემპიონატზე პირველი კოპა რო ითამაშეს, თუ გახსოვთ თამაში ჩილესთან. მესამე არგენტინისთვის. აი მან დაიბადა სკალონეტა ჩემთვის და მე ეს არგენტინის მესი რასაც ქვია, მან წითელი რომ მიიღო, ჩხუბი რო დაიწყო. ეგეთი მესი მე მანამდე არასდროს არ მინახავს, რომ ნაკრებში როცა აგებდა სულ თავჩაკენდრული გადიოდა მოედნიდან და მან პირველად გამოაჩინა ხასიათი მედელს ეჭიდავა და მან თქვი რომ აი ეს რაღაცა სხვა არის. მაქედან უკვე დაიწყო სკალონეტა და 2021-ის კოპაზეც მერე და უკვე 2022-ის სოფლიოზეც და ახლაც არგენტინის ნაკრები არის უკვე გუნდი, რომელმაც იცის რისთვის თამაშობს რა. მესის შეუქმნეს დაახლოებით ისეთი გარემო, როგორც გვარდიოლას დროს ჰქონდა ბარსაში და ლუის ენრიკეს დროს და ფაქტობრივად მესისაც ეგ უნდა რა, როგორც თევზი წყალში, ისე გზნობს თავს მაგ გუნდში. თავისზე აწყობილი გუნდია და თვითონაც იცის რომ ეგ გუნდი მისთვის დეპავლი და ყველა როგორ თამაშობენ ეგ გუნდი მისთვის მოკვდება. და მესიმაც იცის რომ უნდა გაიღოს ამ გუნდისთვის მაქსიმუმი და ეგა ყველაზე იდეალური სცენარი, რაც არგენტინელებს შეეძლო წარმოედგინოს. ზოგადად არგენტინა ყოველთვის ეგეთი გუნდია რა, ერთი კაცი ყოველთვის არის გამოკვეთილი. ჩემპიონი როცა ხდება 78-ში კემპესი იყო ეგრე 86-ში და 90-ში როცა ფინალი და ერთი მსოფლიოდადეს მარადონა დაფრინავდა და ის გუნდი არ იყო ისეთი ვარსკვლავური როგორც თქვა სახელებით რო ჩამოთვალო შეიძლება ბევრი ჯობდეს თუნდაც იმავე წლების ბრაზილია 82-ში ან 86-ში მაგრამ ის გუნდი ერთი ლიდერის გარშემო მარადონას გარშემო ისეთი გუნდი იყო მე რა მოიგეს მსოფლიო და მეორე ფინალი დადეს 2014-ის არგენტინაც არ იყო სახელებით ეგეთი ძლიერი ლუკას ბილია ყავდა ნახევარდაცვაში დღეს აღარ ფეხბურთის ფანების 80% არც იცის ვინ იყო ლუკას ბილი და მაგ გუნდით დადეს ფინალი და აი ეს გუნდი უკვე შემადგენლობა ძლიერია და იციან რისთვის თამაშობენ და ამიტომ ძალიან სასიამოვნოა მაგარ თამაშის ყურებაც და არ ვიცი რა ეტაპზე გავლენ მეოთხე ფინალში მინიმუმ ჩემპიონატზე გავლენ და მე რა ნახო ახლა ძვირფასო მაყურებლებო გამოგიტყდებით მე არგენტინა ოდესღაც მომწონდა და ვალეში გქონდი, ოდესაც თამაშობდა ბატისტუტა. აი მაშინ, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ნომერ 9-იანი არის ჩემთვის ფეხბურთის ისტორიაში. მეც მინდოდა, ხო მაგნაკრებზეც მინდოდა, მე ხო 2002-ის არგენტინა იყო ყველაზე მაგარი გუნდი, ალბათ შემადგენლობის მხრივ რაც ყოლიათ. და 98-ში ძალიან კაი გუნდი იყო, მაშინ ინგლისთან მოიგეს თუ ჰოლანდიამ გააგო ხო ბერკამპის ნიდერლანდებმა. ბერკამპის იმ გოლით და 98-ში და 2002-ში ბატისტუტა როყავდა. ალბათ ყველაზე მაგარი გუნდი იყო სახელობის. და 2006-ში ძალიან კაი გუნდი იყო, იქ უბრალოდ გერმანია მასპინძელი გუნდი იყო და პელდებში წააგეს ინასთან. მაგ ჩემპიონატზე ვერტები ხავიერ ზანეტი რატო არ იყო? აი ჩვენი ძმა, ხა. ხავიერ ზანეტი რატომ არ იყო ოღონდ მაგ ჩემპიონატზე, ეგ არ ვიცი. ვინ წაიყვანეს უკეთესი? და სხვა მხრივ 2006-ში ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ალბათ ყველაზე ლამაზ ფეხბურთსაც პეკერმანის დროს უბერავდა არგენტინა. და ახლა არის ძალიან ლამაზი საყურებელი, იმიტომ რომ წნეხის გარეშე თამაშობენ და ეთყობათ რა. სიამოვნებისთვის თამაშობენ, ყველაფერი განაგრძობს. მენოტის დროსაც ხო, მენოტის დროს არ მოიგეს. მენოტის დროს იყო პირველი.
ხო ის 78. მერე იყო ის ბილარდო და ახლა მოიგო სკალონის ხელში. და ლაუტარო ხო, ლაუტაროს სოფიო ჩემპიონატზე გოლი არ აქვს საერთოდ რაც თამაში. გოლი მარტო მესი. არც ამაზე და არც იმაზე. ხუთივე გოლი მესის. არა, იმაზე ალვარესმაც გაიტანა იმ ჩემპიონატზე ლაუტაროს. ამაზე ჯერ მარტო მესის აქვს და იმედია სხვების გაიტანა. იმიტომ რომ ეხლა რაც უნდა იყოს მაინც მოწურვადია ყველა რესურსი. კი, კაცო, მე ეგეც მიგვეს ასე რომ ითამაშა, თორე მე მგონია რომ დიდ გუნდებთან მე მგონია რომ არგენტინას ასე გაუჭირდება, ასე რომ ითამაშა. ასაკიც აქვს და ხომ რომეროს ტრავმაზე არ ვიცი კიდე რა ისმის, ეგ ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება თუ რომერო აღარ იქნა. ზუსტად არ ვიცი. ამ მდგომარეობაშია. იმედია ფორმაში შევა. ხო არა ეგ ზოგადად სოფლიო ჩემპიონატის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მარტო ერთმა კაცმა ითამაშოს, ეგ ხა მართლა სოფლიოს არის ყველა რესურსი ამოწურვა. ერთი მსახიობის თეატრი სულ ვერ არ არის და ჯობია რომ ყველა ნაკრებში გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, პორტუგალიაში, ისე ნებისმიერ ნაკრებში ჯობია რომ თვითონ ყველამ თავისი მაქსიმალური დადოს და აჩვენოს ის ძალა რატომაც არიან სოფლიო ჩემპიონატზე და ეს როგორც სოფლიო ჩემპიონატის იქნება, კარგი ისე იქნება მაყურებლების გაგება, რაც რომ მეტად სანახაობრივი იქნება თამაში, მით უფრო მეტი ის იქნება, რა ქვია, მოლოდინი იქნება. და უფრო ჯობია ჩემი აზრით ეგ რომ უფრო მეტი ის იყოს, რა ქვია. ნაცაი კონკურენციის ხრივ რა. კი, ჩემპიონატი იქნება, ზოგადად ეგ არის ფეხბურთი, ანუ კონკურენცია რაც უბრალოდ მით უფრო мотиваცია გეძლევა, რომ აი მეტი დაამტკიცო და დაამტკიცე ხა. კი, 99 წლის ჩემპიონატი, რატო ითვლება ყველაზე მაგარ ჩემპიონატად? იმიტომ რომ სახელებს რო ჩამოყვე გუნდების სახელებს და გვარებს, ყველგან ვარსკვლავი. ყველა გუნდში იყო ძალიან ბევრი ვარსკვლავი და მაგის გამო არის რომ ის ჩემპიონატი დღემდე ბევრს ახსოვს როგორც საუკეთესო. ეს ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო მე რომ წინასთან განსხვავებით უფრო ქაოსური ფეხბურთია, შორიდან დათმობები ბევრია, გოლები საჯარიმოს გარედან ბევრია, ზოგადად გოლები არის ბევრი, დუბლებია, იქ ჰეტრიკია მესის ყველამ შეაგდო ასე თუ ისე და სანახაობრივია. კი, ყველა ვარსკვლავი და ლამაზი გოლები გაქვს. კი, ლამაზი გოლები გაქვს და სანახაობრივია. ნეიმარი გვაკლია ხა, ნეიმარმა უნდა გაიტანოს. იმედია გაგრძელდება, ასე და ეს პირველი ტურების არ იქნება მარტო და მე რო გადავალ პლეი-ოფებშიც იქაც იქ დაიწყება უკვე ნამდვილი ჩემპიონატი. ჩემპიონატი. გაუტანა თურქეთს, ცუდი გოლი იყო. ძალიან მაგარი გოლი. ხო, ერთადერთი ამ ჩემპიონატზე რაც არ მოვწონს და რაზეც ახლა გადავალ, რახან შევეხეთ საჯების თემა. მე მგონია რომ საჯი, საერთოდ მე როგორ ფეხბურთს ვუჩვენებ, რომ იქ საჯი უნდა ჩამდეს ყველაზე ნაკლებად. და ამ ჩემპიონატზე უკვე წინა მსოფლიოზე ხო 4 წითელი იყო მთლიანად ტურნირის განმავლობაში. ეხლა უკვე 8 არის. ჯერ მეორე ტურია უკვე გასული და მარტო ამ ორ ტურში არის 8 თუ 9 წითელი ბარათი და ეს გონია რომ ძალიან მეტყველებს იმაზე რომ რაღაცა ზედმეტადერევამ საჯი ან სადავები ექცევა ან ზედმეტადერევიან და ან ზედმეტად კაცრები არის. მაგალითად პირველ თამაში იგივე მექსიკა იმაზე 3 თუ 2 წითელი იყო. 3 წითელი. ხო. ძალიან ბევრია რა, აი ვეძებდი ინტერნეტში და ყველაზე მეტი წითელი მსოფლიო ჩემპიონატებზე რეკორდი არის 2006-ში. ხო. 28 წითელი ბარათი იყო მთელი ჩემპიონატის. იმიტომ რომ მან პორტუგალია ნიდერლანდებზე იყო მარტო 14 თუ 15 რა მაგის ხარჯზე იყო მაგრამ. ბარათი. ხო და ფინალშიც იყო ზიდანი რო გააკეთეს ხო გახსოვს. მაგ ხო მაგრამ აი მეორე მხრიდან რო შეხედო, აი რომელი არისო მისაცემი მაშინ ან რამდენი არისო მისაცემი. მე მაგალითად გონია პირიქით დაგთელი საყარო იმას ლაპარაკობს რომ მესისაც ითელ უნდა მიიღო. მე მაგალითად გონია რომ ლაპარაკის გამო აი ტუჩერ ვაიფარა ან მირო ხელი და მაგაზე წითელი მაგრამ ეს დანერგილი წესია. ხო და წესი არასწორი. ეგ ხომ საჯის ხო და მაგაზე მაგას დანერგილი წესდა. წესით შესაძლებელი არ არის ეგ სწორი წესი. იბრაჰიმოვიჩმა თქვა სოთაშორის იბრაჰიმოვი თქო მიყავს რაღაცა გადაცემა და თქვა სირქსებზე ავსებო უკვე ფეხბურთი აღარ არის ეს ლაპარაკის გამო როგორ შეიძლება ხო მაგრამ შეხედე რა არის ხა საერთოდ შეურაცხყოფა შენ დედა შეაგინო მოწინააღმდეგეს ეგ ისჯება წითელი ბარათი. ბიჭო ხო და თუ ხელს იფარებ და ასე აგინებ ეს რას ազღებს ანუ მაშინ შე აიფარებ ხელი პირზე და აგინე დედა ისე შეაგინებ და მოდი ახლა მაგის დაზღვევისთვის არის ხო ეგ რო ხელი არ აიფარო და ისე ელაპარაკე ხო სისულელი ხო და მაშინ არ შეაგინო მარკო მატერასი საერთოდ არ უფარებია ხელი გზილანი რო გამოიყვანო წყობიდან და ავიგე მაგრამ ის გაექცათ ეხლა მსაჯერ ხო და ის არ გააკეთეს და ზიდანი გააკეთეს ციტელი გაექცათ ეხლა წინათ მესის წითელზე ვისაუბრე მე რაც არ გეიმდებს ძიძახის აღმა არ მაცდის მესის წითლამდეც მინდა თქვა რომ ძალიან ბევრი სიტუაცია ჩემი აზრით სადაც შეიძლება ამოიღო ყვითელი ბარათი და წითელი არ ამოიღო ეგრევე და ყვითელზე უნდა იყოს თუ არა ვიდეო რეფერი ყვითელზეც უნდა იყოს მაგრამ გააჩნია ვიდეო რეფერი როცა არის ჩართული წითელს ამოწმებს
მაგრამ მან ხო შეუძლია რომ თუ მიხვდა რომ წითელი ეგ არ შეუძლია. და ყვითელი მიცეს რა. გეონელი წესით ეგ არ შეუძლია. ყვითელი რომ მიცეს არ არ შეუძლია, არ უნდა მიცეს რომ არ აძლევს ბარათს, ან წითელი უნდა მიცეს. მაშინ უკვე გასაგებია მესის რატო არ მიცეს ყვითელი. იმიტომ რომ მე თუ მკითხავ მესიმ რაც გააკეთა მანდიზე, ეგ იყო სუფთა ყვითელი ბარათი. სხვადასხვა ზუსტად იგივე იქნა ბელგიასთან ირანელმა ალირეზამ ტროსარტს უკრიდან ჩაარტყა. უფრო მძიმე ტრავმა ჰქონდა ტროსარტს, მე აჩვენეს სურათებიც იდო. ფეხზე ეთყობა ბუცის კვალი, მაგრამ იქაც ისიც გაუხია. მაგრამ მე აჩვენის ვარზე გადამოწვდა და მანდაც არაფერი არ მიცე. მე მგონია რომ ეგ ყვითელი ბარათი იყო ორივე შემთხვევაში, მესიზეც და იმაზეც. ალირეზაზეც ყვითელი უნდა მიეცათ. მე მაგაზე წინაზეც ვთქვი რომ გაგდება ზედმეტი მგონია. გაგდება მარტო უნდა მე ზოგადად მგონია რომ გაგდება უნდა ხდებოდეს ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში. როცა ფეხბურთელი ძალიან არასპორტულად იქცევა, ან რამე ისეთ საკეთებს, ბოლო იმედის ჯარიმაზეც კი მე წესი მგონია რომ ცოტას რაღაცებს შევწვიდი მაგხრივ. არსებობს მოსაზრება რომ რაღაც დროის თვალსაზრისით უნდა შემცირდეს წითელი, მაგრამ 10-15 მარადონას ჰქონდა ეგ ვერსია. მე შემოვიდეს ისე ფეხბურთელი და არ უნდა იყოს. მე მაგას ვემხრობ. მარადონას ჰქონდა ეგ ვერსია, ადრე რომ იყოს 5 წუთიანი წითელი ბარათები დროებით რომ დარჩება გუნდი 10 კაცი, მაგრამ ახლა ბოლო იმედის ჯარიმას რომ ნიშნავ თქვა სიტყვაზე ვიღაცასთან და კიდე კაცს უგდებ. ან პენალტს ნიშნავენ. პენალტზე იშვიათად აკეთებენ ამ ბოლო დროს მაგას რომ თან პენალტი დანიშნულოთ ან კაცი გააგდო, ან ერთს აკეთებენ ან მეორეს. უბრალოდ პენალტი სიტუაცია ბოლო იმედის თუა იმ მაშინად აგდებენ კიდევაც და პენალტს. ხო და მე ძალიან გაწირვა მგონია ეგ თამაშის გაფუჭება მგონია ძალიან. მან უნდა იყოს რაღაცა დროითი ლიმიტი, დროებით მაგალითად 5 წუთით რომ გააგდო კაცი და მე დაბრუნდეს. მაგრამ ეხლა მეორე მხრიდან მასე კიდე გააკეთებს. მოც რომელსაც გოლი გააქვს, ხო და შენ ვარ გააჩერო გარანტირებული გოლია და აჩერებ. ის აქეთ მხარეს ინტერესებიდან შეხედე, გოლი ვერ გააქვს, შენ არ წაგდებ იმის მოწინააღმდეგეს და უფუჭებ თამაშს, შემოსატრიალებელია თქვა თამაში. აქეთ მხარესაც არის მესმის არგუმენტები როცა. ანუ ვიცი რა ზოგადად რთულია რა. საჯებს FIFA მისცათ თვითო დიდი პრომეტი პრივილეგია და ეს ჩანს. მე არ მინდა რომ საჯების ჩემპიონატი იყოს ეს და მინდა რომ როგორც აი მაგალითად ნეიმარს რომ მისცეს ყვითელი ბარათი, მისცეს იმის გამო რომ ვიღაც ფეხბურთელს ცვერს ამატავებს აქეთი. ეგ სისულელე. აი ეგეთი რაღაცებზე რობინიოს შეიძლება რა ვიცი ხა. მე ნეიმარი გაეცინა და ფეხბურთი არ უნდა ვითამაშო მაგიზე დავადი რა ვიცი ხა. ფეხბურთს თამაშობ და ამის გამო მაძლევ ყვითელსო. ბურცად გომაზე იგრძალება კიდე ასე ბურცად ადგომა. ხო რა სისულელეა და ეხა აქაც ეხა რა ბევრი რაღაცა მოხდა ისეთი რაც მეც არ ვეთანხმები ამ ყვითლებს და წითლებს. უესე პანტაპუნდით ისე ხო თავიდანვე ვაფიქსირებდი ხა 3 წითელი ბარათი პირველ თამაშზე ხო უკვე ამ ძიმე და როგორი იმის ქვეშ იქნებოდნენ გუნდები უკვე ჩანდა რა ეხა ნამდვილი წითელი ბარათი და ჩემპიონატის განმავლობაში წინაზე 2 იყო სულ მე მგონი 4 იყო წინა ჩემპიონატი 4 იყო ხო მე კიდე გავიმეორე მე მინდა რომ ფეხბურთელების ჩემპიონატი ვნახო და არა საჯების და იმედია არ გადავა საჯების ის ხო მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს ახლა რომ ბიჭო ზოგჯერ ყვითელი ბარათი აშკარად მიცოცემენ და აგვიანებენ ასეთი შეგრძნება რჩება მე პირდაპირ წითელს აძლევენ ჯობია რომ ის ყვითლები მიცეს თავის დროზე და თამაში დააწმო მე თამაში ექცევი სადავეები გაექცევი სად ყვითელი ბარათი სახში რჩება ხოლმე სულ წითელს აგდებს ეგრევე ძალიან ბევრჯერ იყო ეგრე რომ რო ველოდი რომ ახლა ყვითელს მიცემს ხო არა თავი შეიკავე და მე რაღაცა წითელი ამოიღო ეგრევე აი გუშინდელ თამაში იყო ერთი 2 ყვითელი მიიღო ეგრე გავა მე მგონია რომ ყვითელი ბარათები უფრო მეტი უნდა იყოს და თამაშიც არ გაექცეს რომ თამაში ეგრეც არ გამოვიდეს ახლა რომ თამაშის სადავეები გაექცა და აი ინგლისი ავსტრიის განას თამაში იყო მასე უბრალოდ რა იცოდა რომ ეგეთი ჩეხაობა და ეს თავდადა და ისე დროს აფიქსირებდა ამ ყველაფერს რომ ეგრევე აი ავსტრია იმაზე იძახოდა ორივე მხარეს იყო უამრავი ყვითელი მისაცემი მაგალითად არგენტინა ავსტრიაზე და არც ერთი ყვითელი ამოიღო ორივე უხეში მოთამაშეებდა ორივე ხისტად თამაშობს და ბიჭო ბაზარება ცოტა ახლა მიეცეს საშუალება ფეხბურთი ახლა კონტაქტური სპორტია რაღაცა მაგრამ როც ხდება უკვე აშკარად ზღვარს მან უნდა მიცე რაღაც აუ ეგეთი თამაში დაფიქსირდა სოფლიოზე მე მგონი სოფლიო იყო პორტუგალია ჰოლანდია ნიდერლანდია ეგ თქო სოფლიოზე იყო და ევროზე რამდენი წითლები და ყვითლები იყო 2006-ში ხო და 2006-ი არის რეკორდული 28 წითელი ბარათი იყო მთელ ტურნირში და მე ესენი ისეთი ტემპით მიდიან არა გამორჩეული და აჯეცდნენ ხო მაგრამ ისე 1-4-5 თამაშიც იყო საერთოდ ბარათი ვარყო კი ზოგი ხო მაგ საჯზეც არის რა საჯებზეც არა ბევრი ზოგი მსაჯი
მართლა ყველაფერს ატარებს. ზოგი მსაჯი ყველაფერზე ყვითელს. მოკლედ აი წესებზე იცი აი იავნად უკვე ზუსტად წესებზე რო ვისაუბროთ, ხო? ძალიან ბევრი რაღაც არის ჩემი აზრით შესაძლებელი და ჩვენი აზრი დავაფიქსოთ უბრალოდ. აი მაგალითად აი წინა პოდკასტში მე და ირაკლი ვქონდა კამათი რა. ვეი კუკურელიას ხელზე მოხვედრა არ მოხვედრაზე და ასე ეგ შემდეგ. ახალ ნახე მაგაზე და UEFA-ს უღიარებია მსგავსი რამ ძალიან ბევრი მომხდარა რა. და ბიჭო უყურე შენ რატო ვერ წესებში რო წერია სიტყვაზე ბევრნაირად წერია. ეგ უღიარებია UEFA-ს კაცო შეცდომა და უღიარებია ეგ ხედავ. შეუბარა რა მე. აღარაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღიარეს მაინც შეცდომაა. და ბად ისიც იყო ლაპარაკი რომ ახლოდან ხვდება და ასხლეტილი ხვდება და მაგი თუ არ ნიშნავს ანუ აბა მე რატო ვიძახი იცი იმ შენივე წესითვე შეუძლია საჯმა გაიправოს თავი ინტერპრეტირების ზოგადად ეგ მაგრამ ჩემი აზრით თუ ფეხბურთელს ხვდება ბურთი ხელზე ნებისმიერ მდგომარეობაში მაშინ უნდა იყოს პენალტი არა აქვს მნიშვნელობა მოკეცილი მაქვს ბურთმა მოპოვა ხელი და ნებისმიერ სიტუაციაში მაშინ უნდა იყოს პენალტი ნახე მე შეიძლება იცი არის ასე დროსაც განზრახ გააკეთო შეიძლება ეგეც განზრახნა, მაგრამ არის მართლა მდგომარეობა ხელს ესად ვერ წაიგებს სამჩე. ხო და არა აქვს მნიშვნელობა. მაგალითად ან მანძილი არის ფეხბურთი ქვით, მაშინ ხელზე ხელი არ უნდა მოკიდო ბურთს. ნახე, მაგას თუ იტყვი შენ რომ ყველა ბურთი, ყველა ხელზე პენალტიაო, უკვე გინდები იმისთვის წამოვლეს საჯარიმოში რომ პენალტი აკიდონ და არა იმისთვის რომ გოლი გაიტანო. უკვე ფეხბურთი დაემსგავსება არასწორი. ეგეც უნდა შეიხედოს ხელზე. ხო და მაგას ვიძახ ყველა აი მარტო აი ეს მდგომარეობა ხო ხო არის და მანძილსაც გააჩნია ახლა მე ამ მანძილიდან ხელს ვერ ააცილებ. ეხლა მაგალითად აი ახლა ერთ თამაშში იყო თუ არ ვწდები ხელზე იცი როგორ ხდება? აი ესე. და ამას სპეციალურად აკეთებს. ეს ბეჭია ამ არა ამაზე ხდება, აქ ხდება. და ბიჭო რა ვიცი. და იცი აშვება? აი ესე წევს. არ ხო ასე რო ხდება ხო არ იქნება პენალტი, მაგრამ აი ესე წევს. და დაინიშნა პენალტი. მან ახლა სხეულის ნაწილად აღიქმება რა. სხეულის ნაწილს არ აფართოვებს. მოძრაობაში ჩანდა რომ განზრახა. გავიგე რომ განზრახა, მაგრამ სხეულის იმას არ აფართოვებს რომას. ბურთი ფაქტია მივხვდი ხო, მაგრამ ანუ მაინც სხეულზე მიკროა. არ ნიშნავს მანდაც. ხელზე? გახსოვს დელიქს რო დაიცა ზემოდან დაცემული ბურთი და პენალი რო დაიდო. თა როგორ მომენტში იცი აი ბურთი ანუ ჰაერში და დელიქი იყო ანუ გაუგებრობაშია ბურთი ვერ დაინახა და რო შემოტრიალდა აი ესეთ მომენტში დაეცა რა ანუ არ უყურდა ხელზე პენალი დადო. მაშინ აღარ მახსოვს ვარი იყო მე მგონი. არ იქნება. აუ ახლა ბევრი შემთხვევაა ეგ. 2010-ში რო ვიდიჩმა გააკეთა იმას სერბეთი იმას. მე თვითონ ამბობდა. სუარესმა რო გააკეთა? სუარესმა კაი გააკეთა ის თავისი გაგებით. გუნდი გაიმარა ნახევარფინალში. პენალტიც ვერ გაიტანეს. აუ ეგ არის ძალიან ჩემი საყვარელი მომენტია ხა თიმ სოფიო ჩემი პირველი მსოფლიო იყო და ეგეთ რამე ნანა. მიკარაზე კაი სევიკი გამოვიდა ის. ისა მამეთ მან თავითაც წდებოდა. რო ხელი ვარ ეხლა რა მე მგონი თავითაც მოიგერიებდა. ფაქტია რომ იმ სეივმა ბოლო წამზე ის გოლი რო გასულიყო თავდებოდა თამაში. შანსი შეუნარჩუნა, გააგდეს სუარესი დაინიშნა პენალტი ვერ გაიტანეს და გავიდა ურუგვაი. ეგა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომენტი სოფლიო ჩემპიონატებში. ხო და მაგ ჩემპიონატზე იყო ვიდიჩი იხსენებდა ერთხელ რაღაცა ერთი უბრალო ჩაწოდების დროს არ ვიცი რა ადამიანებთან უბრალოდ ინსტინქტურად ავწიე ხელი და პენალტი დაიგო რა ვერ გამოიყენა ვერც ის იმა საბოლოო ჯამში. არა ხდება ხოლმე რა ეგეთი რა ზოგჯერ ინსტინქტურად აკეთებს როგორ ისე რომ ერთ საზრდოა. აი წამის მიასადებს შეგვაწყვეტილება მისაღები თავი გაწიოს ხელი და დაბრუნოს ბურთი. ეგ გასაგებია, მაგრამ აი გამეორებაში კარგად ჩანს, შენელებულ კადრში რა ტიპები, ანუ ზოგი შეგნებულად აკეთებს ამას და მე ხო ვარში ხო ჩანს ეგ ყველაფერი. და თუ ეგეთი რაღაცა არის, მაშინ დაინიშნოს მაშინ. ხო ეგ მეც ბოლომდე მაგაში თუ ისე ხდება ეგრე მაგაზე მეც ბოლომდე ხო მეც ბევრჯერ მახსოვს ეგეთი ნუნუმენდეში რატო არ გააგდეს ეგ. ხო ასე იმაზე მახსოვს. რა ხო ორჯერ ერთხელ არის რა ესე ხო ხდება ბურთი ხელზე. მეორე შემთხვევაში ჟუანევეს მოხდა. ჟუანევეს ხდება, ოღონდ ეს ძველი იგერიეს პირით და ეგრე ხდება. ხო ეგეთი საკამათო მომენტები სულ აი მაგ შემთხვევაში ჯوار ნიშნავს სას, მაგაზე ამ წესი შეუძლია თავისებურად გამოიყენო. საჭ აქ მაგის რისკი თავისუფლება ან ასე თქვას ან ისე თქვას რო დანიშნოს მაგასაც გააправებს და რო ვერ დანიშნოს ხო საფრთხეში არის კი არ მიდიოდა ბურთი ძველი იშორებდა ასხლეტილი იყო და რა ყოველთვის შეიძლება გაიправებს თავს. ხანდერა გააჩია საჯი გულში ვისკენა. ის მიხედვით გადამიიღებს გადაწყვეტილება. და ვიზია გამაზული. ვიზე და ორზე მეტი. აი ხადე იმედია მასე თქვა მაგდონემდე არა დასრულებს. არა გადაუხოს.
ეგრე რო იყოს, რა ვიცი. ბიჭო, რაღაცების თქვა კიდე გვინდოდა, ხო, ისეთი ახლა იწყება უკვე მესამე ტურში ორ-ორი თამაში ერთდროულად. და მე მალე მორჩება ეს მესამე. ეგ ჩემი აზრით ცუდია. ხო, მაგრამ კაი თამაში, ცალსახად არის კაი თამაშები, რომელიც უნდა უყუროთ. მაგალითად ესპანეთის ურუგვაის ახლა ვერ გამასავ, ეგეთი თამაშია. საყურებელი თამაში. სოჭნე, ეხლა მე შენთან მაქვს კარგია. ეს წყლის შესვენებები რამდენად მოხდა? საშინელება, აი, უბრალოდ ის არის, რომ ტემპს აგდებს ძალიან. ეხლა გუშინ ინგლისზე მაგალითად 3 წუთი ისე იყო გაჩერებული თამაში. თავების დამა იყო. და 3 წუთში მე კიდე წყლის შესვენება დანიშნეს. ზედაპირულად ხო სიცხეზეა. ჯამში იყო ესე იგი 8 წუთი გაჩერებული თამაში დაახლოებით და თან სიცხეც არ არის. 25 გრადუსზე წყლის შესვენებას ვჭამ, მაგრამ მან ხა ის არის რომ მან მარკეტინგული თვალსაზრისით ინტერესები აქვს FIFA-ს და იქ რეკლამებს ხიდის მაგიჭრეთში უშვებს რეკლამებს. საფეხბურთო თვალსაზრისით საფეხბურთო თვალსაზრისით გაუმართლებელია. ბევრი იძახის. მაგრამ მაგალითად გამონაკლისებიც რაგნიკი იძახის იმის თქმელი მაგალითად რომ მე მომწონს ორი შესაძლებელი. ვიღაცაები იძახიან. ერთადერთი არგუმენტი რაც არის მაგ არის რომ წვრილი ჩართულობა იზრდება. იმ პერიოდში შემოიკრიბავს გუნდსა რაღაცის შეცვლა შეუძლია დაილაპარაკოს, მაგრამ კალათბურთს გავსე. იმედია არ დაინერგება ეგ იმაში. იგაზებასაც აშკარად არ მოწონს. მაგრამ ის გააკეთონ 4 მად დაყონ და რო ინიშნება წლის შესვენება სულ ობსტრუქცია სტადიონზე და ეგ არავის არ მოსწონს FIFA-ს გარდა რომელიც ფულს აკეთებს. იმედია ბოლო მსოფლიოს სადაც ეგ გამოიყენება რა. ეგ დაინერგოს. გააჩნია თუ ბევრს დაწერს ის რეკლამები, სოფლიოს საკუთარი არავინ ეგ საკლუბოდან მოყოლებული არის, აი წინა საკლუბოდან მოყოლებული არის, იმიტომ რომ ამერიკაში ჩატარდა და იქაც ეგრე იყო და მართლა უაზრობა არის, ბარე მართლა კალათბურთს დაიმსგავსოს. მეოთხედებად გამოდის. 94-ში ხო ამერიკაში იყო სოფლიო. მან თუ არ იყო წყლის შესვენება, მაშინ არ ცხელოდა. ხო და მაშინ არ ეჭიდათ ეგ ყველა. ეხლა ამერიკაში არ ცხელა. ხო და რა ვიცი. ობიექტურად არ ცხელა. ბიჭო, იქ 25 გრადუსი რა სიცხეა რა, ინშია იქ არის მაგნიანობა და რა. ერთადერთი არ იყო ეხლა შეწყვა თამაში საფრანგეთს ხო. მეორე ტაიმზე ეგ რაღაც ეგეც ხოდა მომხდარიყო ამ ხუთიანზე. და ეგეც მოხდა რომ აღარ იყო ჰიუსტონში გადააბეს. როგორც ირაკლი იყო და ის რატო მეხიერო დაეცეს მოედანზე. მე რატომ მომდარეს არა, ამ ირაკლის არა, სხვა ირაკლი. გადავჭი ეგ. ერთი ეგეც გაასწორებსო რა, მუდიასო. ხო და მოხდება ახლა იმდენ. ხო და კიდე მინდა ეხა მე ჩემ ახალ რუბრიკაზე გადავიდე რა. ახალი რუბრიკა არის ჩვენი, ესე ვთქვათ, სენსიტიური ამბები ფეხბურთიდან. და კონკრეტული ფეხბურთელების რაღაცა ისტორიები მომყავს და ეხა ამ შემთხვევაში ერთი კიდევ გაგაცნობთ არის კოდივარელი ფეხბურთელი რიო დიომანდე. რომელიც წერილი აქვს დაწერილი თავის გარდაცვლილ დას წერს. წერს და ძალიან გულისამაჩუქებელი წერილია და ამ წერილში წერია რომ გაიზარდნენ გაჭირვებაში იმაში, მაგრამ გაჭირვებად არ აღიქვავდნენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ბედნიერება იყო და რომ მე მახსოვსო, როდესაც ერთ სახლში წარმოიდგინე 25 ადამიანი ცხოვრობით. და დედაჩემსო სიტყვაზე და ხვებსო რომ უნდა სერიალის ყურებაო და მე ფეხბურთისო ვერ უყურებდიო რა და ღამე მიწევდაო ჩუმად გადახვევა და გადახვევა და დაბალ ხმაზე უყურებდიო და მე ბუცები რომ აჩუქეს რომ თავის დამაჩუქა ბუცები პირველი ბუცები და მახსოვსო იმას ერთად მეძიალ ხო იცი ეს როგორც არის ხოლმე რა ფეხბურთის და სხვათა შორის მე დავინტერესდი და სხვათა შორის კრისტიანო რონალდუს ფანი ყოფილა და პირველი ფორმა რონალდოსი ყოფილა მისთვის და ძალიან კარგი მოსასმენი იყო ეს ყველაფერი. მე მომწონს ეგეთი ინფორმაციები ფეხბურთელებზე და მინდა წარმატებები უსურვო. ორი გუნდი იცის ახლა სხვათა შორის PSG და ლივერპულზე წელს არის. PSG და ლივერპულზე იწერება რომ ორივეს მინდა. საკმაოდ კარგი შემტევი არის. რიო. და მეგონი გამოუჩნდება გაადგინა. რიოზე გამახსოვს. კოდივარზეც რიოზე რიო გამო არ არის წავეdes არა. არა. თუ ასაკი არის პატარა. არა, არ წაიყვანა ასაკით იამალის ისტორია, მაგრამ არ წაიყვანა. ისა კოდივარმაც კარგად ითამაშა სხვათა შორის გერმანიასთან არ იყო. გერმანიაზე არ გვიქონს არაფერი. მეორე ტურში როგორც იქნა ჯგუფიდან გავიდა. და აი რაღაც მომენტში შეეძლო კიდევაც კოდივარს მოგება. კოდივარსაც მომენტი იყო მეკარესთან იყო. მეკარესთან იყო და ბუთი უკან წამოიყვანო. მან ჯობდა შეხები და ერთხელ. შეიძლება ვერ გაეტანა, მაგრამ ყველა ვარიანტში უნდა ეცადა რა. რა უნდა დაერთხა.
მაგრამ გერმანიამ კარგად ითამაშა და ის ჩემმა მაგარი ბიჭო რაპასი გააზრინა იქ როგორც უთებს. გერმანია ხარ გაჩერდებით უმეტესად. დენის უნდა გერმანიას უნდა ვიძა. გერმანია როგორი გუნდია, იცი? თუ რაღაცა მომენტი გააქვს, უნდა გამოიყენო, თორე გადაგივლის, არ გაპატიეს. ეგ არის გერმანიის პლუსი, რომ სულ 5 მოსიგებდეს წავა და 10-მდე ახლოს. ეგ რაღაცა ხასიათი. პლუსი არ მომწონს თითქოს და ეგ. გამოუკეთდათ რაღაცა, მაგრამ ნახოთ დიდ თამაშებში რა სიზავენ, იმიტომ რომ ხა კოდიორმა საკმაოდ კაი ძალა. კაი წინააღმდეგობა გაქვს. ოსო მე ძალიან დაიღალე. რა გერმანელებს აამთის. ალჟირმა მოიგო იორდანიასთან ძალიან ისე თამაში დაატრიალა. ზელანდიამ აუ ხო მაგის ის მინდოდა კიდე ძალიან. ეგვიპტე მომეწონა ძალიან მაგრამ არ მინდოდა რომ გამომრჩება. ძალიან მაგარი თამაში ითამაშა. სალაჰმა გაიტანა და პასი ასისტენცია მიითვალა. MVP-ც გახდა მატჩის. და იმედია ხასიათში დაეხმარება და უკეთეს. ეგვიპტეც გასულია ხო? ბელგიას უფრო უდგას ახლა კითხვის ნიშანი. ეგვიპტე პირველი ხო ნიჩია. ბელგია ხო 4 ქულა. ბელგიას აქვს 2 ქულა. ხო, კიცოს თიშქოს უფრო და ბელგიას ახლა უეჭველი მოგება ჭირდება ბოლოტუსში და არა აქვს მარტივი თამაში. ნახოთ. და ურუგვაისაც მოგება ჭირდება, ბელგიასაც მოგება ჭირდება. ხო, ზელანდიის რა გამიკვირდა, იცი? ხასიათი, თეთრი ფორმები რატო ეცოთ იგი? წელზე ხო ითამაშა ზელანდია, მოიგო ფორმას რა მნიშვნელობა აქვს. არა ბიჭო, ხასიათი ახლა all blacks და რაღაცა ხო ხდები. აუ, გამოიხედე ხა შერო ბრაზილია ხარ და თამაშობ ლურჯი ფორმით. რა ფორმას რა მნიშვნელობა ანუ აქვს. აქ სხვა რაღაცაზეა. ბრაზილიას 3 ფორმა აქვს და იმათ სულ შავები ეცვათ ხოლმე, სულ. ხო და ანუ რა მე ანუ რო არის სხვა შავი ფორმა, ანუ ხო თითქოს ხასიათი არის. იდენტობას კარგავენ რა. არა, ეგ ხო, მაგრამ იმის თქმა რომ აი ფორმა მაგაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თემი. ფორმას უნავაბრალებს ახლა ზელანდიის იმას არა მოუგო ეს ეს აჯობა ლოგიკა. ყველაფერში აჯობა ყველაფერში აჯობა აჯობა გასო ვიდეოლება აჯობა. მოიცა კიდე რაღაცა თამაშები იყო პატარა გუნდების რომელიც მომეწონა კოლუმბია კოლუმბია ორივე თამაში. მე კოლუმბია ძალიან მომწონს და ნახოთ ახლა პორტუგალიასთან იქნება ძალიან კაი ჯახი. მე მგონია რომ აი იბრძოლებენ ბოლომდე გუნდები. და ჩემი აზრით პორტუგალია მოუგებს ერთი ბურთით. ასე მგონია. რაღაცა ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. მე შევა ნიჩიაც გავა. შეიძლება ნიჩიაც დამთავრდეს. ან შევა კოლუმბია მოუგოს. მე მაგასაც ვერ გამოვიდა. არა, მე ჩემი პროგნოზი მაქვს რომ პორტუგალია ერთი ბურთით მიიგებს. ნახოთ. კიდევ ისი თამაში იყო კარგი, რომ ძალიან ჩამჩი. თურქეთის თქვით. ხო, კაბოვერდე. კაბოვერდე მომეწონა. კაბოვერდე მოიჩი არის თამაში. და ხო, კაბოვერდეს გოლზე მინდოდა მე თქვა, პირველი გოლი რო გაიტანა კაბოვერდე. მან ცოცხალი კედელი რანაირად დაიშალა. ცოცხალი კედელი. ეგ ცოცხალი კედელი, ანუ ჯარიმის დროს ცოცხალი კედელი იქ რანაირად უნდა დაიშალოს, არ ვიცი. გაიწია ორივე და შუაში ის დარტყმა დიდი ალბათობით ხო? ცუდად დარტყმული ჯარიმა იყო, რეალურად ის კედელს ვერ გაცდებოდა ეს. ჯერ მარტო ორი კაცის კედელში დაყენება თუ მანძილი ისეთი იყო ორიც ეყოფოდა, მაგრამ გაიწიან და ხო, მაგრამ ეხლა ვაგე თუ არა. მაგიტანა თუ არა. და მუსლერამ ხო მეორე გოლზე რა გააკეთა მაგის თამინდოდა კიდე. აბა, მუსლერა სად გამოხდა ის ურუგვაელმა პასი გააფუჭა, ბაზარი არა და ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ მეკარეს რაუნდოდა იქ მეკარეს ჩასულიყო კარში. სად გამორბოდა თუ მეკარეს ზოგადად ასეთი წესი ასეულს დაუწერელი რომ თუ გამოდის კარიდან მოეჭველი უნდა ითამაშოს ბურთზე და დარწმუნებული უნდა იყოს რომ იმ ბურთზე თამაშობს. თუ იმ ბურთზე ვერ თამაშობს, მაშინ ჯობია რომ ხაზზე დარჩეს. ეს გამოვიდა ლამის ცენტრამდე მოვიდა ბურთზე ვერ ითამაშა რა აჩუქა გოლი ძალიან ურუგვაი მოკლედ საჩუქარი გაუკეთა სულ ამ წელს შედობით ორივე გოლისას რა ეგრე ნაჩუქარი გოლი ორივე გოლისას რა ხო პრინციპში ორივე გოლისას იყო ურუგვაის შეცდომას მოყვა ორივე გოლი მაგათ კარში ისე რომ ამათ გაუტანეს და რაღაცა ეგეთი არ იყო მენა აჩუქეს ორივე გოლი და თავისით ირთულებენ მოკლედ საქმეს ურუგვაელებთან იქ შეეძლოთ ფაქტობრივად თავისუფლად მოგება ურუგვაელებს. კიდევ ვიმეორებ რომ სუარესის ნაირი ხასიათის ტიპი ურუგვაის ძალიან მძიმე თამაში. ფეხბურთი ხო არ გამოურიცხავრო წააგოს ურუგვაი. დიდი მე ჯგუფით რო ჩარჩეს ურუგვაი არც მაგას არ გამოურიცხავ. არა ხო, სენსაციაც არ იქნება. ანუ ისეთ თამაში. სენსაცია არ იქნება ხო, იმიტომ რომ არ არის ის თაობაც არ ჩანს ისე. სახელები ადრე რო იყო ვალვერდეა, ფორლანი მევასებოდა. ფორლანი და ლუგანო კი იჯდნენ ტრიბუნაზე და გოდინიც მესამე და სუარესი იქედან უყურებდა.
ეგ თაობა და 2010-ის ურუგვაი მეც კოპა ამერიკა რომ მოიგეს ვერ ხერთვეთში. კავანი სუარესი ფორლანი. ის გერმანიას რო ოღონდ უწევს მაგარ გოლს ფორლანი ეგ 10-ია კაცო 14-ში არ ყოფილა ფორლანი. 14-ში მესამე ადგილზე ხო 14-ში იყო ის სუარეს ვარო კიელინის უკბი. ეგ კენტაურს გაუტანა იმ ფორლანი. 14-ში იყო სუარესი მაგარი გოლი გაუტანა. ხო ბიცაზე სუარესი კავანის დუეტი იყო ძალიან მაგარი 14-ში და 18-ში უკვე. და 22-ში ჯგუფში ჩარჩნენ. ძალიან უცნაურად. მე მეწინა ეგ 22-ის ჯგუფში. იტალია ჩარჩანა დიდი ამბავია. იტალია ჩატოვა იმაში 2004-ში. ორი თრონი მოუგეს ხო იტალიას. სუარესმა მოასწრო გატანას ან იმას დაკბენდა. სუარესმა თუ კავანი გადადა. სანამ ეცემოდა. მე კი აიღო ეს დისკვალიფიკაცია. 4-თვია. სამჯერ აგე გაკეთებოდა. მესამე იყო ეგ და მაგის მე ბარსაში დააჩვიანეს. მე აუ გაუკეთეს. არა ისა. აც რა გაუკეთეს და ალეკაპი გაუკეთეს. ეგ სამაგიო სამი რა გაკეთებული იცი? ბრაზილიელი მცველი რო იყო იმასთან. დავიდ ლუისი. დავით ლუისი სამჯერ დირკაც. ეგ მაგარი თამაში. ესეჟებოებს აბასელო. სხვადასხვა გუნდში. ძალიან ტექნიკური იყო. ზოგადად სამხრეთ ამერიკელები ეგ მაგით გამოირჩევიან. ტექნიკურები და აი ეს სუარესაც აქვს ნათქვამი რომ სუარეს აკროვანსა მიჭირსო ძალიან უკეთ თამაში. ხო, ფეხის ტრავმა აქვს და მაგით თამაში. ეგ აკლია ურუგვაისაც ეგეთი ის თამაში. აღარ აქვს ეგეთი. ვალვერდი არა ეგეთი რომ ვალვერდი ხუთი ლიდერია, მაგრამ აი ვერა რა. ვალვერდი არის ერთი გაისვეს შორი. კაი დათქვა. არა, ხლა არის. თამაში ერთად გაისვეს. რამდენისა ვალვერდი 28-ის თუ რაღაცა ეგ. კუკურელია არის სხვათა შორის ამაზე მე ვიტყვი. რაზეც გინდა რაც თქვი? კუკურელი არის 27 წლის, 28 წლის. მაგხელა. და აქვს 22 ივლისს დაბადების დღე, მე ჩემ რიცხვში აქვს დაბადების დღე და ერთად უნდა აღვნიშნო. გამარჯვება ერთად უნდა აღვნიშნო. გაიფორმა ხო? ვისი გამარჯვება? ინგლისის, ესპანეთის. კუკურელა ვერაფერს მოიგებს. რატო ვერ მოიგებს რა ესპანეთმა თუ მოიგო იქ არ იქნება. რეალმა გაიფორმა ხო გურელი? ძალიან მაგარი მოთამაშე. მაგაზე უნდა ვილაპარაკო რა, ძალიან შრომელი ფეხბურთელია. ფუტკარი ყველგან არის ტიპი, მაგრამ დაცვაში ყველანაირი იქით ეხმარება სხვებს. შეტევაში მიდის შოულებს. ყველას ეხმარა, მოწინააღმდეგესაც პასავს. ისეთი აი მაგალითად მარსელოს პრობლემა რა იყო ხოლმე, რომ ტექნიკური ფეხბურთელი იყო, გავიდოდა რაღაცა მოტო და დაცვაში ვეღარ ასწრებდა მე და ამას შეტევად შეუძლია დაცვაშიც ასწრებს. მაგრამ დგება თავის პოზიციას იკავებს რა და ჩემი აზრით ძალიან კაი ბიჭია და თუ ეგრე გააგზელა უფრო დიდი მეც ძალიან მომწონს კაცო ძალიან მაგარი ფეხბურთელი. საერთოდ მარსელოს ტიპის ფეხბურთელი ძალიან ჭირდება. მანჩესტერში მინდოდა სხვათა შორის თუ იქნება ეგეთი კუკურელია. რას აპირებენ ეს ჩემები ვერ ხვდები. კაი, საკლუბო და ტრანსფერებზე მე ვილაპარაკობ. ხვიჩა შეიძლება წაიღო. ხვიჩას ვერავინ ვერ წაიღო. ხვიჩას მანჩესტერი ვერ წაიღო. ჯერ რეალიც ვერ წაიღო. არა, ხუჩათის მანჩესტერი იქნება. ხვიჩა ბახტა ამ სეზონებში რა არ მინდა მანჩესტერში. არ მინდა ხო იმ გაგებით რომ გაბარდა. სხვა რა ვთქვათ? რა ვიცი, მესამე დღესთან ამე მოლოდინებით უკვე განსაკუთრებული ეგ თქვა და მე უკვე პლეიოფები იწყება. ჩემი აზრით ახლა სენსაციები მოხდა. მესამე ტურები უკვე იქნება ალბათ პრაგმატული. გრანდებით ის ყველა. გრანდებიდან ხო ხი ბელგიას სჭირდება უეჭველი მოგება. ბელგია ხო გრანდია. გინდა არ გინდა ხა მაგა იმას სჭირდება. ვიღაცას არ იყო ერთი ბრაზილიასაც მოგება ჭირდება. მე მგონი, ანუ გასვლის პრობლემა შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ადგილის პრობლემა იქნება. ვერ მოიქულა. საერთოდ ორი თამაში ვისაც მოგებული აქვს. გრანდესაც არა აქვს. ბოლო ტურებში დათმობენ ჩემს. მეგობრებო, აი დაიდება ჯგუფები, ვიც არ გინახავს. ვისაც არა აქვს მოგებული, იმათ უკვე რომელ ადგილზე. თან მარტო მოგება წაგებაზე ხო არა, მან უკვე ესენი ფიქრობენ ტურნირის როგორი გზა შეხვდება და ვის როგორც აწყობს, ახლა მაგალითად სიტყვაზე ვიღაცა შეიძლება მეორე ადგილი უფრო აწყობდეს, ვიდრე ვთქვათ, ვისა პირველი ადგილი, და რა სპეციალურად ფრეი თამაშოსთან წააგოს მაგას სახი? ახლა წამოიდგინე შენ პირველი ადგილი რომ უფრო ფულბადეს გთავაზობს, რატო არ იჩამიჩებრო? ეგ უკვე ეგ ხო იცი რომ ბიჭო, ეგეც ნაწილია ფეხბურთის რა. ეგეც ხდება ხოლმე. ფრე რო გაიყვეს, ზოგჯერ ეგეც ხდება. გერმანიამ და იმან რო ჩატოვეს. გერმანია რო ჩატოვეს, ესპანეთთან იაპონიამ და მე ბრალდებები რომ მიდიოდა რა სპეციალურად. ეგ სპეციალურად ხეს, ხო? ბრალდება არ იყო 7-1 რომ მოუგო ბრაზილიას გერმანია. მაგის მერე დაინერგა აი ბოლო ტურები რო ეთოს ეგ იცი. სხვა რამე იყო, აღარ ვიცი. ეგ სხვა ბრალდება არ იყო ეგ. ძიმე დადაშაული იყო მაგაზე. ისება ხალხი არ ვიტყვი. ხო და მოდი ახლა მე გადავალ რა იმ თემაზე. თუ განსხვავებულ სპორტსაც შევეხები.
თქვენც თქვით თუ გინდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე ვაპირებ ცოტა რაგბზეც შევეხოთ, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება 20 წლამდელებში. ხო და ჩვენ ახლა ბოლო ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ ზელანდიასთან და მოხდა სენსაცია და ზელანდიის ნაკრები დავამარცხეთ 22-19. რომელიც არის სასწაული შედეგია ჩვენთვის ქართული რაგბისთვის. ერთი წამით. ხო და ძალიან კარგი ხასიათით ვხვდებით მსოფლიო გუნდ ჩემპიონატს რაგბში და ჯგუფში ყავს, ჯგუფში ვართ სხვათა შორის და ყავს სამხრეთ აფრიკა. ყავს უელსი და ყავს ეხლა წერაზე საუბრობდით ახალი ზელანდია. არა, ურუგვაი ამჭი. ანუ სიკვდილის ჯგუფში ვარ, გასაგებია. ძალიან სიკვდილის ჯგუფში და ჩავინე. პირველი თამაში გვაქვს ჩვენ. და ვეთამაშებით უელს პირველ თამაში 29-ში არის ეს თამაში. უელსთან ერთად სამხრეთ აფრიკასთანაა პირველი. ჯერ უელსთანაა. და 2-ში არის სამხრეთ აფრიკასთან. და რა დონეზე არიან იმათი ასაკობრივები? იმათიც ანუ 20 წლამდელებში იმათაც კაი კამარა ხა აფრიკელები არიან და ნუ უელსთან უფრო შედარებით შანსი შეგვიძლია. რომ გავიბრძოლოთ. თქვენ ის დიდ ნაკრებსაც მინდა შევეხო, რომელსაც პრობლემები აქვს. დიდ ნაკრებზე ვისაუბრა, ხა 20 წლამდელებში ყოველთვის მოდის ხოლმე კარგი თაობა და ძალიან კარგი ბიჭები იზრდება და სხვათა შორის აი ძველ რაგბთან შედარებით, აი რატო არის წეღა ჩვენ ფეხბურთის იმას ვიძახდით ნაკრებზე რა ხარვეზები აქვს რა და ჩვენს რაგბისტებს ჩვენ ბიჭებს ის პრობლემა აქვს, აი დისციპლინაში აქვს პრობლემა. პასის მიღებაში აქვს პრობლემა ხოლმე, აი სწრაფი შეტევის ამბავში და ხშირად არის ბურთი წინ უვარდებათ. ხშირად არის ვერი ჭერენ ამ ბურთს და მაგ დროს ძალიან მაგარ შეტევაში შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთო. ტექნიკური წუნები გვაქვს საკმაოდ ბევრი. და ეს არის გამოსასწორებელი დიდშიც და პატარაშიც რა. და ხა დიდ რაგბში მით უმეტეს მოიმატა, იმიტომ რომ ადრე სიტყვაზე აი დიდწონიანებიო თამაშობდნენ და მუცლიანი ხიპები და რაღაცა. მაშინ ესე არ ექცეოდა ტექნიკას. მაშინ თამაშობდნენ აი ჯანზე და მარტო მოლში. ფიზიკაზე იყო. მოლსაც ეძახიან, აი მოლში ვაწვებოდი და რაღაცა. დღესდღეობით ძალიან მაგარად არიან რა ბიჭები, ასკად ვარჯიშობენ, ასკად ისა, მაგრამ მოლში ისე ძლიერები ვეღარ ვართ, როგორც ადრე ვიყავით. და ტექნიკაში კიდევ დავიწყეთ რაღაცა განვითარება, აჩქარდა და კარგად მიდის, მაგრამ აი ეს პრობლემები დასახვეწია. ეს პრობლემები თუ დაიხვეწა, ახლა 20 წლამდელებშიც გასაკმაოდ დიდზე უნდა გავიდეთ წესით და დიდშიც უნდა გქონდეს რა მიღწევა, იმიტომ რომ ბოლო თამაშები ახლა ესპანეთთან მარცხით უნდაც. ეს იყო ჩვენთვის რეგრესი რა. და ეს მას ვარაუდობდნენ კიდევაც ბიჭები, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ არის ჩვენი ნაკრები და ჭირდება ცუდ გამოცოცხლება და აი რა პრობლემებსაც გაუსვი ხაზი აზებს ვისაუბრე, აი ესო დაიხვეწოს უფრო და დისციპლინას უნდა მიექცეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებით რა. უაზრო რაღაცები ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებით. რო იცი რომ აქედან რომ მოდის და შენ აქციური რო ხარ, უცებ უნდა ადგე და დაიკავო შენი ადგილი თუ არა დაგაჯარიმებს. ხო იცი ეს ყველაფერი, გააკეთე უცებ რა, ხო შეიძლება. აი იმის თქმა მინდა წარმატება უსურვოთ ჩვენ ნაკრებს, ჩვენ გუნდს, გამარჯვება ბიჭებო, გამარჯვება ჩვენია, მაგრამ გაგუმარჯოს. წარმატებები ჩვენ რაგბს. ასევე წარმატებები ჩვენს პოდკასტს. და ამით დავასრულოთ. კი ბატონო, ველოდებით ახლა მესამე ტურს. მესამე ტურს თამაშებს ვისურვებთ. სხვათა შორის მე შეხვედრა რომ ამბობდი, გამოგჩადა ბარემ აქ ვიტყვი რომ ჯამარას დე뷔უტიშერია. ვა, მართლა. არ ვიცოდი მე შეხვდეს თუ თამაშობდა. გამოვიდა და საკმაოდ კაი შთაბეჭდილებას დატოვა. ძირედ რო ქონდა. და წარმატებები ყველას რა. ყველა ბიჭებს. წარმატებები აბსოლუტურად დაბოსკი ბალეში გო, მაგრამ ეგ იმას არ ვიცი. ქართული ფეხბურთის ყველა ქართული ფეხბურთელის წარმატება ხარია, სადაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. და დიდულ ევროპულ ნაკრებისთვისაც კარგია მე ეგ და ფეხბურთისთვისაც კარგია რომ თავარია ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. ამასაც მნიშვნელობა. ეგ ცოტა გაჭირდება ნიჭი აგისი დონე უნდა გაზავო. ეროვნული ლიგა უნდა ახლა ავიდეს. ნიჭი ერთი თემურმაც და ცოტა შორის მაგაზე კითხეს და ნიჭი ერთი აქ ვერ დააკავა ვიდიხნით, იმიტომ რომ მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, თემურმა ნახერად რომ ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ უბრალოდ იმიტომ მაღალი შემოთავაზება უფრო ფინანსურად მომგებიანია. მაგის გამო ჩვენნაირ ჩემპიონატშიც მიდიანო ზოგჯერ ახლა ეროვნულ უმაღლეს ლიგაში რომ მიდის ტიპი იმას ვერ ეთქვი ახლა რომ აქ დარჩი. თქვა ინგლისიდან რო აქ მოწვევა თქვა ტიპს და იმას ვერ დატოვებ აქ რა.
ხო და დანაშაული იქნება ეგ შენი ფეხბურთის წინაშე რომ აქ გააფუჭო არა ჩვენი დონის ჩემპიონატში რომ გადადის ის უკვე ფინანსური პრობლემა. ხო ამიტომ ფინანსურადაც ხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოთ ქართული ფეხბურთის ვისაც აქვს ამის რესურსები ყველას ძალიან კაი პარალელი კლუბებს ხო ყიდულობს ვიღაცა ის ძალიან კაი პარალელი გაავლოს ფათაშორის ბაქოს აბრამოვიჩი როგორც ეგეთი ვიღაცა გჭირდება ერთ გადაცემაში ძალიან კაი ბაქოსთან გაავლოს ძალიან კაი ისა ყარაბაღთან აზერბაიჯანის მაგალითი რომ ერთი ქართული გუნდიც ასე რომ მოძლიერდეს რომელიც იქნება როგორც პროექტს ისე ნაციონალურ მოტივებზე როგორც პროექტს ისე მიუდგებიან და ამაზე იზრუნებენ და არ არის რა შეუძლებელი რა თუ იმათ შეგძლებს აზერბაიჯანელებმა ჩვენ რატო ვერ უნდა შევძლოთ სიტყვაზე ხო რატომაც არა დააკრიფა ცხუმიან სოფო იყო დრო როცა მაგათ მაისურებიც არ ქონდა ნუ აი ძალიან სიტყვაზე იყვნენ და ოკეი შეუძლებელი არ არის რა ეგ რო გაკეთდეს რატომაც არა ხო მოკლედ წარმატება ბიჭებს ყველა სპორტში ქართველებს რა თქმა უნდა ყველგან წარმატება ყველგან აბსოლუტურად კი ორლინგშიც რა გამოდიოდეს იქაც მოკლედ გამოგვიწერეთ იაქტიურეთ და ჩვენ წარმოგაგრებთ ვიდეოებს ზარის ღილაკი გააქტიურეთ გადაგებშიდობებით კარგი ფეხბურთი კარგად კარგად მოაჩერებთ